რადიო ჩვენებური წერტილი G. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენებურზე კასპერსკი გააქტიურე მომავალი მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, უსმენთ ჩვენებურს და ტრადიციულად დღეს ორშაბათს 15 საათის შემდეგ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ჰქვია მომავალი თაობის ბიზნესი. ეს გადაცემა აშუქებს იმ მოვლენებს, რაც ქართულ ბიზნესში მიმდინარეობს, იმ გამოწვევებს, იმ პრობლემებს და იმ მოცემულობას, რაშიც დღეს ჩვენ აღმოჩნდით ყველანი ერთად, გამომდინარე პანდემიიდან და იმ მოვლენებიდან, რაც დღითი დღე ვითარდება საქართველოში. დღეს მოვიწვიეთ კომპანია, რომელიც სწორედ მომავალი თაობის ბიზნესის თვალსაჩინო მაგალითია. ეს არის IT აკადემია სტეპი, რომელსაც ბევრი იცნობს, ბევრიც დღეს უკეთ გაიცნობს და მას მე თავიდანვე ვიტყვი, რომ 20 ქვეყანაში გახლავთ წარმოდგენილი ეს აკადემია. 99 ფილიალი აქვს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში ფილიალი გაიხსნა 2016 წელს. ჩვენ მოვიწვიეთ მისი თანადამფუძნებელი საქართველოს ფილიალის და ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა მახათაძე, რომელსაც მივესალმებ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ქალბატონ მაკა. გამარჯობათ, მივესალმები ჩვენს მსმენელებს, როგორც ონლაინ, ასევე მაყურებლებს Facebook ვებზეც. ლაივის მეშვეობით შეგიძლიათ გვიყუროთ და ქალბატონი მაკა, მადლობა რომ მოიცალეთ დღეს ჩვენთვის, მადლობა რომ ამ საკმაოდ მძიმე შეზღუდვების ფონზე მაინც ვახერხებთ ეს ვთქვათ გადაცემის შექმნას და დღეს ვისაუბრებთ თქვენ საქმიანობაზე, თქვენი აკადემიის დღევანდელ მოცემულობაზე და სამომავლო გეგმებზეც. დავიწყოთ სულ თავიდან, 2016 წლიდან, როცა აკადემიამ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა, ეს არის ტრენინგ ცენტრი ტექნოლოგიების სფეროში, ანუ რეალურად ხდება ადამიანების დატრენინგება სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტის ტექნოლოგიურ სფეროში, რაც ძალიან ფართო მცნებად იქცა და სწორედ ახლა გავეცნობით ყველა ამ დეტალს. პირველ რიგში გამოყოფ იმას, რომ IT აკადემია სტეპს აქვს 3 ასაკობრივი, ესე ვთქვათ, მიმართულება, ეს არის 9-დან 14 წლამდე ბავშვები, 14-დან 18 წლამდე და 18 პლუსით უკვე ზრდასრული ადამიანებისთვისაც, ანუ ნებისმიერ ასაკში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ტრენინგი ტექნოლოგიურ სფეროში და აიმაღლოთ ცოდნა, შეიძლება დასაქმდეთ ამ მიმართულებით. ამ ყველაფერზე ქალბატონ მაკასთან გადავალ კითხვით. პირველ რიგში რატომ გადაწყვიტა თანადამფუძნებელმა ქალბატონმა მაკამ თქვენგან რო ვისაუბროთ აი ამ აკადემიის შემოყვანა საქართველოში, რამ განაპირობა ეს ყველაფერი და რატომ არ იყო 2016 წლამდე ამ აკადემიის ფილიალი დაუშვათ კონკრეტულად 2016 წელი იყო რაიმე გადამწყვეტი და გარდამტეხი თუ მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნა აკადემია. მადლობა. მოკლედ მოვყვები და ჩემს შესახებაც გავეცნობებ თქვა პუბლიკას, რომ ჩემი მოკლე ისტორიით მე ვარ ფიზიკოსი ზოგადად განათლებით და როდესაც ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე მაგისტრატურაში, ზუსტად მაშინ შანსი მომეცა, რომ რაღაც ახალი პროფესია გავუმეცადა და ეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით გავაგრძელე სწავლა. ასე ეს მოკლედ იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად დინამიკა დავინახოთ, რომ რეალურად რაც უნივერსიტეტი დავამთავრე მაგისტრატურა, იმის შემდეგ ამ სფეროში ვარ, უნივერსიტეტის დამთავრებისას დავიწყე ეგრევე ალტაში. ბევრს გავკვირდება ქალბატონი ამ სფეროში, მაგრამ მე ძალიან გამახარა ამ ფაქტმა.
მადლობა. და გავაგრძელე ალტაში მუშაობა და 9 წელიწადი მიუძღვენი რეალურად ალტაში სხვადასხვა პოზიციებზე ვიმუშავე, ჩემი პროფილით და ალტადან გადავედი კორპორაცია ინტელში, ინტელი ბევრს სმენია, ვინც არ იცის, ყველამ რომ დავხედოთ ჩვენს კომპიუტერებს, აბსოლუტურად ყველგან ინტელია, კი ბატონო. და სხვათა შორის ცოტა მცდარი წარმოდგენა გვაქვს, ინტელი არ არის მხოლოდ პროცესორების წარმოებელი კომპანია, არამედ ინტელი ქმნის გარდატეხას ტექნოლოგიებში და ის იგონებს ახალ ტექნოლოგიებს. და ზუსტად 9 წელიწადი მომიწია, მქონდა ეს ბედნიერება, რომ მე მუშავა კორპორაცია ინტელში, მე რეალურად მუშაობდი ინგლისის ოფისზე და იქიდან ვფარავდი ამიერკავკასიას და ბოლო პერიოდში ვიყავი ამიერკავკასიაზე ბიზნესის განვითარების დირექტორი. საინტერესოა, რა იყო თქვენი ძირითადი მიმართულება? ძირითადი მიმართულება ბოლო პერიოდში უკვე მუშაობის ინტელში, ბოლო 3 წელი ჩემი სამუშაო იყო, საგანმანათლებლო და სახელმწიფო პროექტები ტექნოლოგიურ ჭრილში რაც განიხილებოდა ვთქვათ. ეს ამაში შედიოდა როგორც თვითონ ტექნიკა, ასევე ტექნოლოგიები, მეთოდოლოგიები და ასე შემდეგ, როგორ უნდა ინტეგრირებულიყო ეს ტექნიკა ჩვეულებრივ ბიზნესში და განათლების სფეროში. და შესაბამისად ეს რატომ დავიწყე და მოვყავი რომ ხალხი მიხვდეს საიდან წამოვიდა თვითონ სტეპის იდეაც 2015 წელს ინტელი გახდათ ბაქოში ბაკუტეჩის გენერალური სპონსორი ესეთი გამოფენა აქვს აზერბაიჯანს ბაქოში ტექნოლოგიური წელწადში ერთხელ ყოველ შემოდგომას იმართება ხოლმე და ამ გამოფენაზე როდესაც ვიყავი ჩემმა კოლეგამ გამაცნო ოდესელი პარტნიორი, მისი და მეგობარი, რომელიც ამიერკავკასიაში ეძებდა პარტნიორებს და ეს აღმოჩნდა თვითონ IT აკადემია სტეპის დამფუძნებელი, სათავო ოფისის და შემქმნელი დმიტრი კორჩევსკი ესეთი პიროვნება გახლავთ და ზუსტად დმიტრი რომ გავიცანი და ჩამოვედით თბილისში და ჩემ მეგობრებს დავალაპარაკეთ, მაშინ ზუსტად გამიჩნდა იდეა რომ საქართველოში ეს იყო ძალიან ახალი ხილი, ფაქტიურად ასეთი განათლების საშუალება და ხელმისაწვდომობა ხალხისთვის ცოტა ნაკლებად იყო, რეალურად კი არსებობდა ვთქვათ მზიური ბავშვების ჭრილში და დღესაც არის მზიური სასწავლებელი, გვაქვს ვთქვათ სახელმწიფო სასწავლებელი პროფესიული, მაგრამ რატომ არ უნდა გაგვეკეთებინა კერძო და მასიურად, თუნდაც იგივე ჩემი გამოცდილება და საერთაშორისო გამოცდილება გაგვეზიარებინა ხალხისთვის და მიგვეცა შანსი რომ იმ საერთაშორისო სტანდარტით მიიღოთ განათლება. აი ზუსტად აქედან დაიწყო იდეა იმის რომ გაგვეხსნა IT აკადემია სტეპი და 2016 წელს უკვე დავიწყეთ ჩვეულებრივ ფუნქციონირება ერთი ოთახით. მე ჩემი ასე ვთქვათ მომხმარებლის პოზიციიდან ვიწყდი ცოტა დაგვიანებული ხომ არ იყო დაუშვათ ამდაგვარი სპეციალიზებული სასწავლებლის გახსნა, ანუ უფრო ადრე ხომ არ იყო გასაკეთებელი ეს ყველაფერი. იცით რა არის, წესით გეთანხმები რომ კი, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ესეთი პრინციპია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა რომ თავიდანაც მაინც მქონდა რაღაც სირთულეები 1-2 წელი. აი მაგალითად სასწავლო პროგრამაში თუ პროფესიულ სასწავლო პროგრამას ავიღებთ ადამიანი მოდის პროგრამირებაზე, მას გონია რომ მხოლოდ ერთი პროგრამირების ენა უნდა ისწავლოს და მეტი არაფერი არ სჭირდება. ჩვენი სასწავლო პროგრამა კი სხვანაირად არის აწყობილი, რომ პროგრამირებასთან ერთად ის სწავლობს essential კურსი ჰქვია, საწყისი კურსი, რომელიც ეხება ზოგადად ტექნოლოგიებს და კომპიუტერს, მაგალითად, რისგან შედგება კომპიუტერი, ქსელები რა პროდუქტი ზოგადი განათლება, რომ პროგრამისტი უნდა ფლობდებს ამ ცოდნას და აი ეს წინააღმდეგობა მოდის, რა თმინდა მე ეს, რაში დამჭირდება და აი სულ ჭიდილში ვიყავი ზოგი 10 წელი და არ დადიოდა და მე ისეთი რაღაც მოხდა, რომ ამ სტუდენტებმა რომ გაიარეს 1 წელი ისწავლეს, უკვე მეორე წელზე გადავიდნენ და დაიწყეს ზოგმა უკვე ვთქვათ პრაქტიკა და მუშაობა ზოგიერთ კომპანიაში, მთხოვეს რომ ახალ ჯგუფებთან ერთად გაევლოთ უკვე ის საგნები, რომელსაც თავის დროზე აცდენდნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ძალიან საჭირო ყოფილა და იმის გარეშე პროგრამისტსაც გაუჭირდებოდა ვთქვათ თავის საქმის კარგად. რადგან ამ საკითხს შევეხეთ, ქალბატონ მაკა, საჭიროა ნიჭი, ესე ვთქვათ. აი იყო ასეთი მუსირებდა ესეთი აზრი, რომ აუ მე ტექნიკის ნიჭი არ მაქვს და რაღაც ბლოკავდა ადამიანი ტექნოლოგიურ პროგრესს საერთოდ ზოგადად. თქვენ როგორ ვთვლით, საჭირო არის თუ არა კონკრეტული ნიჭის ქონა ადამიანისთვის იმისთვის, რომ მან საბაზისო ცოდნა მიიღოს იგივე ტექნოლოგიურ საკითხებში? მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არა და არანაირად, რადგან ეხლა ჩვენ ისეთ საინტერესო ერაში ვცხოვრობთ, რომ ფაქტიურად ჩვენ გვიწევს ცხოვრება ორ ინდუსტრიულ
ინდუსტრიულ რევოლუციაში. მესამე ინდუსტრია, ეს კიდევ ცალკე ძალიან დიდი თემაა, შეგვიძლია თქვა სხვა დროსაც გავშალოთ თუ და გაინტერესებთ. მესამე ინდუსტრია რეალურად დამთავრდა და დაიწყო მეოთხე ინდუსტრია. ოფიციალურად თქვა ექსპერტები ამბობენ, რომ 2011 წელი გამოაცხადეს როგორც ესეთი მეოთხე ინდუსტრიის დამწყებ თარიღად. და გამოდის რომ მეოთხე ინდუსტრიაში ყველაფერი თავდაყირად დგება და ადამიანი ტექნოლოგიებს ჩვეულებრივ უნდა ფლობდეს ისევე როგორც თქვა მესამე ინდუსტრიაში წერა-კითხვას ფლობდა ადამიანი. ამიტომ აქ რომ ნიჭი მაქვს თუ არა მაქვს, როგორც თქვა სკოლაში საბაზისო ყოველ შემთხვევაში უნდა აუცილებლად აქ არ ვამბობთ ჩვენ რომ ყველა პროგრამისტი უნდა გამოვიდეს და ყველა რაღაც სასწაულად უნდა ფლობდეს. აქ საუბარი არის ტექნოლოგიების სამომხმარებლო დონეზე ფლობას, მაგრამ სამომხმარებლო დონეც უკვე შეიცვალა. ეს მცნება კი მცნებად დარჩა, მაგრამ თვითონ ის უნარი რაც შედიოდა ამ სამომხმარებლო დონეში გაიზარდა და მარტო ვორდის ჩართვა გამართვით არ უნდა მოიფარგლებოდეს. და ციფრული მოქალაქეები უნდა გავხდეთ. დრო მოვიდა უკვე მაგის. მე ვფიქრობ რომ smartphone-ის ერამ ერთგვარად დააჩქარა ეს პროცესი და ჩვენ გვაიძულა თვითნებურად ალბათ გაუცნობიერებლად რაღაც იგივე სოციალურ მედიაში უკვე კარგად ვერ ყვევით ყველა მეტნაკლებად რაღაც შეგვიძლია დავპოსტოთ ლაივი ჩავთოთ რაღაც ეტაპზე სამხარებლო დონეზე კი წავიდა საზოგადოება წინ მაგრამ ეს ერთ ნაჭუჭში ზის ჯერჯერობით და ალბათ გასარღვევია სწორედ ესეთი ვიწრო განათლების მიმართულებით. გითანხმებით თან აქვე მინდა დავწინო ვთქვათ როდესაც ვახსენებთ სოციალური ქსელი ახსენეთ აქაც კი ვფლობთ რაღაცას მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა დავიცვათ თავი იმიტომ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ტექნოლოგიურ სივრცეში თავიდან კი ბატონო ყველა კარგად შევდივართ მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ დადგება დრო როდესაც მასში ბევრი საფრთხეები გაჩნდება აქამდე არ იყო ვთქვათ არც ჰაკერები არ იყვნენ მომართული ამ მიმართულებით ვთქვათ ისე აქტიურად მაგრამ დღეს როდესაც უკვე გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა შესაბამისად ბოროტმოქმედთა რაოდენობაც პირდაპირ პროპორციულად გაიზარდა ამიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ მინიმალური ჰიგიენის წესები და ეთიკის ნორმები როგორ უნდა ვიქცეოდით ვირტუალურ სამყაროში რომ თქვათ ელემენტურად ჩვენ თვითონ არ გავხდეთ კიბერბულინგის მსხვერპლი ან და რაღაცა სასწაული არ დაგვემართოს. ხავდან მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე საწყისებს როგორ აი 2016-დან უკვე ფუნქციონირებს საიტი აკადემია სტეპი და როგორც თავშივე აღნიშნე მე 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი 99 ფილიალი მართვის სისტემა როგორია ანუ ეს არის ცენტრალიზებული მართვა თუ თქვენ დამოუკიდებლად დაუშვათ მოღვაწეობთ და უბრალოდ რაღაც ანგარიშების დონეზე ხდება ურთიერთობა ცენტრთან. პროგრამული უზრუნველყოფა რა თქმა უნდა გვაქვს შესაბამისი გვაქვს learning management სისტემა ანუ რითიც იმართება ჩვენი სასწავლო პროცესი ცენტრალიზებული და ასევე გაყიდვების ჭრილშიც გვაქვს CRM სისტემები რომელიც არის თქვათ მომხმარებლებთან ურთიერთობის სისტემები ანუ რომ ვთქვა, თუმცა თუ არ პროგრამულად აღჭურვილი იმისთვის, რომ თანამედროვე სტანდარტებით ვიმუშაოთ, გარდა ვთქვა მუშაობისა, მე როგორც ხელმძღვანელს ეს მაძლევს ძალიან ბევრ მოქნილობის საშუალებას, იმიტომ რომ რეალურ დროში მე ვუყურებ მონაცემებს, რა ხდება, ვთქვა რომელ სტუდენტს სად უჭირს, რომელი მასწავლებლს რა დახმარება სჭირდება, რომელიმე აუდიტორიაში ტექნიკური გაუმართავობა არის თუ არა, იგივე გაყიდვების ჭრილში, ვთქვა რაიმე ტრენინგი სჭირდება თუ არა ჩემს თანამშრომელს და რეალურ რეჟიმში ვხედავთ და ეგრევე მყისიერ რეაგირებას ვახდენთ და პრობლემების აღმოფხვრას შესაბამისად ძალიან აჩქარებული არის თვითონ სამუშაო პროცესის ჩვენთან აკადემიაში. როცა გადაწყვეტეთ რომ დაგიარსებინათ ფილიალი ამ მთელი ქსელის საქართველოს წარმომადგენლობა ხომ არ წააწყდით იმ პრობლემას, რასაც ქვია კადრების არარსებობა, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ მასწავლებლები. აი ეს მასწავლებლები რეალურად თქვენივე დატრენინგებულია თუ არის საქართველოში საკმარისად პრობლემა დღემდე გვიდგას, არა მარტო დასაწყისში, იმიტომ რომ გამოყოფ აქ რამოდენიმე მიზეზს რატომ. იმიტომ რომ პროფესიონალები არ ყავს, რა თქმა უნდა ყავს პროფესიონალები, მაგრამ IT აკადემია სტეპის მოთხოვნა არის ის, რომ პედაგოგები უნდა იყვნენ დარგობრივი სპეციალისტები და არა, ვთქვათ, ლექტორები, გამოცდილი ლექტორები და პედაგოგები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოგვეძებნა პროფესიონალები, ვინც უკვე ბანკებში, ვთქვათ, ტელეკომუნიკაციის სისტემებში ან ოფისებში მუშაობენ და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. აქ არის ყველაზე დიდი დილემა და პრობლემა ის, რომ
შეიძლება მე ვიყო ძალიან კარგი პროფესიონალი, მაგრამ არ მქონდეს გადმოცემის უნარი, პედაგოგიკის ცოდნა აქ საჭირო, ვერბალური პრობლემა უნდა. გარდა იმისა კიდევ რომ იმის უკან კიდე რამდენი რაღაც პროცესი დგას და პროცედურა რომ იქ სისტემაში რა უნდა გააკეთოს, იქ როგორ უნდა დაგეგმოს გავკვეთილები, იმიტომ ჩვენი სილაბუსი გვაქვს ყველაფერი სასწავლო მასალები და ამას როგორ უნდა მიყვეს და თანამედროვე მეთოდოლოგია ვთქვათ, ეხლა მით უმეტეს აი პანდემიის დროს გასაჭირში არიან რომ ვთქვათ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი უნდა დანერგოს ჰიბრიდული მეთოდით და ასე შემდეგ და ამიტომ სუმუდმივად გვიწევს კადრების ძებნა, ერთია რომ ვიპოვოთ ვთქვათ ისეთი კადრი რომელიც ვთქვათ დარგობრივად წარმატებულია, პლუს ვთქვათ გადმოცემის უნარი და ამის შემდეგ კიდე სურვილი და დრო აქვს იმის რომ ჩვენი ტრენინგები გაიაროს და მოემზადოს უკვე ამ პედაგოგიურ მეთოდოლოგიურ ჭრილში. თუმცა ახერხებთ საერთო ჯამში განათლების მიცემას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იწერებენ. პლუს ამას გეტყვით, რომ უკვე რადგან ამდენი ხანია ვარსებობთ ბაზარზე, ჩვენი წარმატებული სტუდენტები ვთქვათ, ვინც ვატყობთ, რომ აქვს რესურსი საამისო და ვთქვათ მონაცემები, რა თქმა უნდა და კარგად აითვის ეს იგივე პროგრამირება და ვხედავთ, რომ კარგი პროგრამისტი დგება და აქვს საშუალება, მათთან ერთად გავდივართ იმ ეტაპებს, რომ მაინც ვასწავლებთ ეს თანამედროვე კოუჩინგი, მენტორობა, მეთოდოლოგიები და ასე შემდეგ, ვისაც აქვს სურვილი და ბავშვებიდან ვიწყებთ უკვე ბავშვებთან შეყვავს ჯერ პრაქტიკაზე და ასე შემდეგ და ნელ-ნელა ვზრდით ესე ჩვენ თვითონ კადრებს, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულია. ქავტონ მაკამ, აი რამდენი ადამიანია დღეს დასაქმებული IT აკადემიის თემში საქართველოს ფილიალში? საქართველოს ფილიალში, როგორც ადმინისტრაციულ ნაწილს ვეძახით back office, სადაც შედის გაყიდვების მენეჯერები, მარკეტინგის მენეჯერები, სასწავლო მენეჯერები, ყავს პირადი მენეჯერების სამსახური შემოვიღეთ სტუდენტებთან ურთიერთობისთვის და ასევე ვთქვათ პედ კოლექტივი სულ ჯამში 100 ადამიანამდეა დასაქმებული. საკმაოდ დიდი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და თქვენ პიროვნულად აღნიშნეთ რომ ინტელში მუშაობდით და შემდეგ მოხვდით აქ, უბრალოდ გადაწყვიტეთ რომ აქ ეს შექმნილიყო ეს ყველაფერი და ბრძანდებით თანადამფუძნებელი. თუმცა თქვენი წარსული მოღვაწეობა განათლების მიღების საკითხთან პირდაპირ კავშირში არ იყო. ხომ არ მოხდა თქვენში რაღაც დარესტარტება, ანუ რამდენად ადვილი იყო თქვენთვის გადმორთვა უკვე საგანმანათლებლო სფეროში? გეტყვით რომ ერთ რაღაცას დავძენ რომ მაშინაც ახლოს ვიყავით და გეტყვით რატომ როდესაც სულ პირველად საქართველოში პირველ კლასელებს რომ დაურიგდათ კომპიუტერები იმ პროექტში მე ვარ ის ერთადერთი ადამიანი რომელიც პირველი დღიდან იყო ჩართული ამ პროექტის დანერგაში. შეხება მქონდა ესე ვთქვათ. კი, იმიტომ რომ ამის ჭრილში რეალურად აქ სამწუხაროდ ხალხმა სხვანაირად მიიღო და განვითარდა პირველ კლასელების კომპიუტერები, ამას მოსდევდა მთელი დიდი პაკეტი მასწავლებლების ტრენინგებიან, მეთოდოლოგიის დანერგვიანად და მაშინ ჩვენ ინტენსიურად ინტერესეგიდით ვატარებდით ამერიკიდან ჩამოყვავდა ექსპერტები და მასწავლებლებისთვის აქ ტრენერები გადავამზადეთ 38 ტრენერი უშუალოდ ერთ-ერთზე ელექტრონული სწავლების და თანამედროვე მეთოდების დასანერგად. ჯერ კიდევ მაშინ ნერგავდით დისტანციურად სწავლების რაღაცა მეთოდებს, ჩვენ საკლასო სივრცეში ვასწავლით დაახლოებით ელექტრონული სწავლების მეთოდებს, რომელიც მე უკვე ტრანსფორმირდა და გადავიდა ონლაინ სისტემაში და დღემდე მაქვს მე კავშირი არ გამეწყვეტია ჩემს ყოფილ კოლეგებთან და დღემდე მეხმარებიან, თქვათ იგივე აკადემიაში თუ მაქვს რაღაც საკითხი გადასაჭრელი, ჩემი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები მეხმარებიან. ახლა აღნიშნეთ, მე ვიცი რომ დაწყებით კლასებში ბავშვებს ურიგდებათ დღესაც ეს ნოუთბუქები, ასე ვთქვათ და ყველა ბავშვი თავისი საკუთარი სკოლიდან გაცემული ნოუთბუქით შეუდგება ხოლმე სწავლას. ანუ ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, უბრალოდ თქვენ აღნიშნეთ რომ იქ იყო გათვალისწინებული კიდევ უამრავი ნაბიჯი, რომელიც არ შესრულდა. კი, ნაწილობრივ შესრულდა, ბოლომდე ვერ შესრულდა, იმიტომ მთელი რიგი სკოლის ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა და ასე შემდეგ და ეხლა დგავს აი ბოლო 3 წელია ისევ დაიწყო სამინისტრომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და სადღაც 300 სკოლაზე მეტი არის უკვე ვთქვათ Wi-Fi. შეიძლება ვთქვათ რომ თქვენთვის ეს არ იყო ახალი ხილი და მაინც განათლების სფეროსთან გქონდათ შეხება. როგორ ახერხებდით 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ცოტა კიდევ წარსულზე რომ ვისაუბროთ,
თქვენი სტუდენტების მოზიდვას. ანუ რა იყო მთავარი მესიჯი, რასაც IT აკადემია სტეპი ახალ ასე ვთქვათ, ახალ სტუდენტებს სთავაზობდა და რითი ხიბლავდა პირველ რიგში, რა იყო პირველი მთავარი კოზირი, უხეშად ვიტყვი, ანუ რა ვიცი, რაღაც მთავარი ბირთვი, რითაც ძირითადი მასა თქვენთან მოდიოდა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ბევრი სტუდენტმა გაიარა თქვენთან ტრენინგები და ეს წარმატება რაღაც კონკრეტული მიმართულებიდან იყო გამოწვეული. კი ბატონო, გეტყვით რომ ეს მარტო როგორც აკადემიის სახელით არა, პიროვნულად ჩემთვის ყოველთვის არის ძალიან ტკივნეული საკითხი, რომ ვუყურებ თქვათ ყველა წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში თქვათ რა მიმართულებით მიდის, რა ტენდენციებია, რა შესაძლებლობები აქვს და რა აკეთებენ და ვხედავ რომ თქვათ საქართველოსაც არა აქვს ნაკლები პოტენციალი და არა ნაკლებ განვითარებული და ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს, ყოველთვის მაწუხებს ის რომ მეოთხე ინდუსტრია რომ მოვიდა, ყველაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ ჩვენ ამას რეალურად ჩვენ ვერ ვხედავთ ისე როგორც იქნება უახლოეს მომავალში და ფართო საზოგადოება ვერ ამჩნევს სამწუხაროდ და სულ ეს ტკივილი მაქვს და ამიტომ რეალურად რეკლამებში სულ ის არის რომ ჩვენ ვასწავლით მომავლის პროფესიებს, ის პროფესიები რომელიც დღესაც ძალიან მოთხოვნადია და ხვალ კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება. ვიცით მაგალითად რომ სოფლიოში 2 წლის შემდეგ რამდენი მილიონი პოზიცია იქნება მოთხოვნადი და რა უნარებს მოითხოვს ეს პოზიციები და ცოდნა. ადამიანებს ახლა დასჭირდებათ უკვე რომ თავის ცხოვრებას მანძილზე ვთქვათ, აქამდე თუ პროფესიულ ჭრილში რაღაც ეტაპზე მივიდნენ, ახლა 2 საფეხურით მაღლა უნდა ავიდნენ და ეს ძალიან მძიმე პერიოდი იქნება. მე არავის არ ვაშინებ, რეალურად მე ასე ვხედავ, რომ ყველა უნდა მოვემზადოთ. ამას ჩვენ ვერ ვუარყოფთ, ვერავინ ვერ გავაჩერებთ. აი იცი ახლა ქართველებმა რომ ეხლა ეგ საქართველოში როდის იქნება? როდის იქნება კი არა მოსული არის, იმიტომ რომ ელემენტარულად რომ დავაკვირდეთ, ხომ? გადავალოთ თქვათ სულ რაღაც ბოლო 20 წელიწადს თვალი. ბოლო 20 წელი ეს იყო მესამე ინდუსტრიის პერიოდი. ისიც ინდუსტრიული რევოლუცია იყო, ინტერნეტი გაჩნდა, ინტერნეტის შემოვიდა, თავიდან ყველას გვახსოვს დაელაფი როგორი იყო, ხო, იმის ხმა დღესაც ყურში მესმის ხოლმე. ხო, დღეს ახლა ხედავთ როგორი სიტუაცია, სმარტფონები და რა იყო 20 წლის წინ როგორი ტელეფონები გვეჭირა. ფარნიანი Nokia-დან მოვედით უკვე ლაივებს ვთავთ, პირდაპირ ტელევიზიები გვაქვს ფაქტურად. აი, ელემენტარულად შეკითხვა, რომ გულზე ხელი დაიტოს თქვათ ადამიანებმა და მითხრან, რომელს არ უჭირავს ხელში სმარტფონი და თუნდაც დღეს თუ კიდევ არსებობს თქვათ ფანრიანი Nokia უჭირავს, იმიტომ რომ თქვათ ფინანსურად გაჭირებულია, მაშინ მითხრა სახლში ვის არა აქვს ინტერნეტი. კი ბატონო. ყველას აქვს და ჩვენ ხო ეს პროცესი ვერ გავაჩერეთ. ვერა. წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ და ჩვეულები ვერც გავიგეთ როდის შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. აი ზუსტად ასეთივე ტრანსფორმაცია დაიწყება მეოთხე ინდუსტრიაში, მაგრამ აქ უფრო მტკივნეული იქნება, იმიტომ რომ აქ ეხება უკვე ცოდნას და განათლებას და ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას და ეს ძალიან დასაფიქრებელი არის. განსაკუთრებით აი ჩვენ თუ გვისმენთ მშობლებს მინდა მივმართო, რომ რაღაც ღონა უნდა იხმარონ, აუცილებელი არ არის. მე არ ვამბობ იმას, რომ მაინც IT აკადემიაში მოიყვანოს. თვითონ მშობლები ვისაც აქვს თქვათ იმის საშუალება, ელემენტარულად ინტერნეტში დასერჩონ, უამრავი რაღაც სათამაშოები არის, სათამაშო პროგრამები, რომელიც არის განმავითარებელი და სხვადასხვა სახის უნარებს უვითარებს ბავშვებს, ხო? უნდა ეცადონ, რომ აუცილებლად ბავშვებს განუვითარონ კომპიუტერული აზროვნება, computational thinking-ი არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მომავალი ადამიანისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, თქვათ პროგრამირების ენის რომელი ენის სინტაქსი ეცოდინება, მთავარი არის მისი ღერძი და ლოგიკა და ის იცოდეს გააზრებულად და ამ უნარით გაიზარდოს მომავალი ადამიანი. ხალხთან მაგ არსებობს აი ჩვენ გვაქვს საერთოდ აი ია ხო, ანუ რაღაცა ანბანი. აი კომპიუტერულ ტექნოლოგიურ სფეროში რა ითვლება ანბანად, რისი ცოდნა არის აუცილებელი სულ საბაზისო, აი ბავშვის დონეზე რო ვისაუბროთ. ბავშვის დონეზე პირველ რიგში AI-აზე სავით თქვათ აუცილებელი ეს არის ციფრული წიგნიერება, სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, აქ არის მედია წიგნიერებაც, რას გულისხმობს და სწორად ფლობა ტექნოლოგიების. მაგალითად, როგორ უნდა მოიძიოს ინტერნეტში ინფორმაცია, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. მოძიებული ინფორმაციის ავთენტურების დადგენა და სწორად გაფილტრა ინფორმაციის, იმიტომ რომ ზღვა მასალა მოდის და შესაბამისად ძალიან
ძალიან ბევრი მცდარი მასალაც არის ინტერნეტში და ბავშვს უნდა ჰქონდეს ამქედან ანალიზის გამოტანის უნარი და პლუს ამას უნდა ფლობდეს თქვა cloud სისტემებს უნდა იცოდეს თქვა ამ სოციალურ ქსელში ის ბავშვები რომლებიც სოციალურ ქსელში არიან მართალია 13 წლამდე წესით არ შეიძლება მსოფლიო სტანდარტით სოციალურ კი დარეგისტრირება ფიზიკურად რომ წესით დედებო და მამებო 13 წლამდე აკრძალულია ბავშვის დარეგისტრირება სოციალურ ქსელში არ არის სასურველი იმიტომ რომ ვერ გავაკონტროლებ სოფლიო სტანდარტით კი აგერ Facebook-ზე სცადეთ 13 წელზე დაკლები მიეცით არ დაგარეგისტრირებს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ დაუშვათ აი ეს ტექნოლოგიები ყრნის ახალგაზრდა თაობას აი დასავლეთს ხშირ შემთხვევაში ვაკრიტიკებთ და მოწინავე ქვეყნებს ტექნოლოგიაში იქაც კი არის კონკრეტული ზღვარი დაწესებული რის ქვემოთაც დაუშვათ არ არის რეკომენდირებული ბავშვის მიშვება სოციალურ ქსელთან კი შეგაწყვეტინეთ მაგრამ აი აქვე დავამატებდი კითხვას თქვენ გაქვთ პირველი კურსი 9-დან იწყება ხო ასაკი 9-დან 14-მდე თქვენ თulit რომ ეს არის ქვედაზღვარი საიდანაც უნდა დაიწყოს ბავშვის განათლება არა რომელია ქვედაზღვარი? ქვედაზღვარი მაგალითად მე თუ მკითხავთ 6 წლიდანაც შეიძლება ბავშვის ანუ სკოლაში მისვლისთანავე შესაძლებელია ბავშვს მიუწევს. უფრო ადრეც შეიძლება, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ თუ დინამიკას შევხედავთ, ესენი არიან ალფა თაობას ეძახიან უკვე ახალი თაობის ბავშვებს, ისინი დაბადებიდანვე დღეების არის ბავშვი და smartphones რო დაინახავს, იცის რომ smartphone-ზე უნდა თითი დაადოს და დასკროლოს. ჩემი შვილი ასე იქცევა ზუსტად ახლა და მიკვირს. კი, ეს ახალი თაობის ბავშვი. 8 თვის ადამიანი ბატონო, ახალი თაობის ადამიანები არიან, რომლებიც სულ სხვა უნარებით იბადებიან. შესაბამისად, რაც უფრო ადრე დავიწყებთ მათთან მუშაობას და ვასწავლეთ, თქო, შეიძლება იმას მეილის გამოყენება არ ასწავლო, მაგრამ მან უნდა იცოდეს ის ეთიკის წესები და ჰიგიენის წესები, რაც ვირტუალურ სამყაროში უნდა დაიცვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის. ამ მიმართულებით მე თუ მკითხავთ, მშობლებს სჭირდებათ უფრო კვალიფიკაციის ამაღლება და კი. და შემდეგ უკვე შულზე უამრავი პროგრამები არის დასერჩონ, თქვა Google-ში parental control, ეს ხო Google-ს აქვს ძალიან დიდი რესურსი. ანუ რომ თარგმნოთ მშობლების კონტროლის პროგრამა. მშობლების კი ბატონო კონტროლის პროგრამა, რომ აყენებ ბავშვის ტელეფონზე, ჩვენს ტელეფონზეც და იქიდან მართავ თვითონ ბავშვის მოწყობილობასაც, რომ ჩვენ ყველანი დაზღვეული ვიყოთ, რომ ბავშვი რაღაც სუდ რესურსს არ უყურებს. მე როგორც მივხვდი, შეგვეძლო სამის კონტროლი. თქვენი მიდგომა არის ის რომ არ უნდა გვეშინოდეს ტექნოლოგიური პროგრესი, არამედ უნდა მართოთ ის და უნდა ასე ვთქვათ მივიღოთ სრული განათლება თუ რასთან გვაქვს საქმე იმისთვის რომ არ დაგვაზარალოს ჩვენც და ჩვენი შვილებიც. აი ძველი გამოთქმა ხო თქვენ ხომ იცით ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო არა? ნამდვილად. წინააღმდეგობის გაწევს მაინც ჩაგვითრევს ეს ტექნოლოგიები და მე როგორ დამთავრდება რა მოყვება არავინ არ ვიცით ხო პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ამიტომ ჯობია რომ ჩვენ მოვემზადოთ იმისთვის რომ ჩვენ თვითონ ჩავყვეთ და ჩვენ გავხდეთ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მართველი ნაწილი. ამიტომ ასე უნდა მოვიქცეთ სულ ყველა და დავილაშქროთ ამის. მცირე სარეკლამო პაუზა გველის, ჩვენ დაგიბრუნდებით ძალიან მალე, ძალიან საინტერესო ტექნოლოგიურ პროგრესზე და ტექნოლოგიურ სფეროზე ვსაუბრობთ და განათლებაზე ამ სფეროში, ასე რომ დაგველოდეთ ყველაფერი საინტერესო ჯერ ისევ წინ არის. რეკლამა ეკოვუდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს, ციმბირული ფიჭვის, ლარიქსის, ლისტვენიცის, კოფიტის, მუხის და ტროპიკული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის დიდ არჩევანს. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონური წარმოების ალტაქსის ხის დასამუშავებელი ლაქები, ზეთები და საღებავები. გვესტუმრეთ ახალ მისამართზე, წყალსადენის ქუჩა 21, ტელეფონი 571 20 40 40, 571 20 22 22. ეკოვუდი, ხის მასალების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი ვებგვერდი ecovud.g. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი.
მეგობრებო, პირდაპირ ეთერშია გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი, ჩვენი სპონსორი კომპანია Kaspersky გახლავთ, რომელიც 1997 წლიდან ზრუნავს კიბერუსაფრთხოებაზე, კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე. კომპანია Kaspersky-ის ტექნოლოგიით დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ემსახურება 270,000 კორპორატიულ კლიენტს და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. და დღეს ჩვენი სპონსორი დააწესებს პრიზს გადაცემის მიწურულს, ჩვენ გავათამაშებთ მას, ასე რომ ყურადღებით იყავით, არ გამოგრჩეთ გათამაშების პროცესი და არანაკლებ საინტერესო არის ის თემა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ საერთაშორისო კომპანია IT აკადემია STEP-ის საქართველოს ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი მაკა მახათაძე. მე შეგახსენებთ IT აკადემია STEP-ი წარმოდგენილია 20 ქვეყანაში 89 ფილიალით. 2016 წლიდან კი ის საქართველოში ოპერირებს და ტრენინგებს ატარებს, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე ქალბატონი მაკა, რომ თქვენთან 3 კატეგორიად იყოფა, ვთქვათ, ასაკობრივი ზღვარი. ერთი არის 9-დან 14-მდე, მეორე 14-დან 18-მდე და 18 პლუსით. მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ სამივე ეტაპი, რა სთავაზობს ესე ვთქვათ, რა განათლებას იღებს კონკრეტულ ასაკში თქვენთან მოსული სტუდენტი. სტუდენტი სწორად ვამბობ, ხო? ტერმინოლოგია. კი ბატონო, მოდით ბავშვებიდან დავიწყოთ, 9-დან ვიწყებთ და 14 წლამდე. და რატომ არის კონკრეტულად ეს ზღვარი დასმული? გეტყვით 9-დან 14 წლამდე ეს არის ცოტა ესეთი გამოკვეთილი პერიოდი, თუმცა თუ 8 წლის ბავშვები მოხავთ, რომელიც უკვე ძალიან განვითარებული არის ამ მიმართულებით და დაინტერესებული არის ტექნოლოგიებით, გასაუბრების მასწავლებელთან და პედაგოგებთან და ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ არის შემთხვევები, როდესაც 8 წლის ბავშვსაც ვიღებთ. აქ ბავშვებს ვასწავლეთ რეალურად ყველაფერს ტექნოლოგიების შესახებ, რომლის ფარგლებში თქვათ ისინი იღებენ ზოგად განათლებას და ფლობენ თქვათ როგორც ციფრული წიგნიერება, ასევე რა არის ზოგადად ეს ტექნოლოგიები, რა მიმართულებები არის, ცოტათი შევეხებით პროგრამირება, შევეხებით რობოტოტექნიკას, მიკროელექტრონიკას, დიზაინ და გრაფიკას და ეს სასწავლო პროგრამა ისი არის აწყობილი 3 წლის მანძილზე, რომ ყოველ წელს თითოეული ეს კომპლექსურად თანდათან უფრო ურთულდებათ და უღრმავდებათ ცოდნა. ანუ პროცესი ხანგრძლივია? კი, პროცესი ხანგრძლივია, თუმცა ახლა 1 წლის შემდეგაც შეიძლება ბავშვმა დაანებოს თავი, არ არის პრობლემა, მაგრამ ცოტა ნაკლებად ეს არის ჩვენი გამოცდილებით ძალიან ნაკლებად, რომ ვიღაცა 1 წლის მერე ანებებდეს თავს, აქაც მოუყვები შემდეგ რა ხდება. ასევე მინდა დავძინო ცოტათი ჩვენც რაც გვიამაყება, ეს არის UNESCO-მ 2018 წელს ჩვენი სასწავლო პროგრამა, ეს სასწავლო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით აღიარა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო პროგრამა ამ ასაკობრივი სეგმენტისთვის. შემდეგი გვაქვს 15-დან 18 წლამდე და რატომ? 14 წლამდე აქაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც 13 წლის ჩვენი არსებული გამონაკლისების მომენტი არის, კი ბატონო. ჩვენი არსებული მოსწავლეები, ვინც მცირე აკადემიაში თქვათ 2 და 3 წელი სწავლობს, ის ბავშვები უკვე ჩამოყალიბებულები არიან და იციან რა უნდათ. ძალიან მკაფიოდ იცის, რომ პროგრამირების მიმართულებით უნდა წასვლა თუ დიზაინი და გრაფიკის მიმართულებით და ბავშვები გადმოდიან ამ მიმართულებით სასწავლად. ეს არის ორი მიმართულება, ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვეძახეთ პროფესია სკოლის პარალელურად. ჩვენ რადგან ვისაუბრეთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე, ეს თემა ძალიან დიდი თემა არის. მინდა დავძინო, რომ ამ ერაში მოხდება ისე, რომ გადალაგდება თვითონ სამუშაო პროცესიც და დასაქმების ფორმაც და თვითონ სამსახურის ფორმაც. შესაბამისად, ის რომ ადრე თუ იყო, თქვათ, ასაკი, როდესაც ჩვენ პროფესიაში მუშაობას ვიწყებდით, თქვათ, 20 წელი შეიძლება მანამდე 24 წელიც იყოს, ან უმაღლეს არ დავამთავრებდით და პრაქტიკას არ შევიძენდით, მანამდე ვერ ვიწყებდით მუშაობას. ეხლა ეს ზღვარი აღარ არსებობს და ძალიან ქვემოთ ჩამოვიდეთ. 13 შეიძლება 6 წლის და 8 წლის ბავშვები ჩვენ უკვე იუთუბერები ვნახოთ, რომლებიც ძალიან ცნობილები არიან, ხო? დღევანდელ სივრცეში. ასევე 13-14 წლის ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ ტერმინს კი ვიხმარ ფრილანსერი, ეს არის ადამიანი, რომელიც დისტანციურად მუშაობს და იღებს პატარ-პატარა შეკვეთებს და პროექტებს გასაკეთებლად და აბარებს, თქვათ, დამკვეთს და შემდეგ იღებს ანაზღაურებას. ამისი სპეციალური საერთაშორისო გვერდებია, სადაც შეიძლება ჩვეულებრივ დარეგისტრირება და ჩვენი კარიერის და ჩვენი თავის
იმიჯის და ბრენდის შექმნა და გაყიდვა შესაბამისად და ამიტომ აქ უკვე ასაკობრივი ზღვარი დაიკარგა. შესაბამისად გაჩნდა საჭიროება, რომ ესეთი ორი მიმართულება გაგვეკეთებინა, ერთი პროგრამირების და მეორე დიზაინის, რომ პროფესია სკოლის პარალელურად. ანუ ეს იმ ბავშვებისთვის, ვინც მე-9 კლასში არიან, მე-10, მე-11, მე-12, მათ შეუძლიათ სანამ სკოლას დაამთავრებენ 2 წლის მანძილზე ჩვენთან ისწავლონ და შეიძინონ უკვე კონკრეტული პროფესია, რომლის საშუალებითაც მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ პატარა მარტივი შეკვეთები, პროექტები აიღონ და პატარა თავის გადასარჩენი ანაზღაურება გამოიმუშაონ. შეიძლება მშობლებზე მეტიც, მაგრამ ესე დავარქვა თავის ანაზღაურება გამოიმუშაოს უკვე ადრეული ასაკიდან. ეს 15-18 წლის ასაკში. კი ბატონო. და რაც შეეხება 18+. 18+. რაც მე პირადად მეხება მაგალითად. კი, 18+-ში უფრო ცოტა აკადემიურად მივდივართ, ეს არის როგორც პროფესიული განათლების მსგავსი. 2 წელიწად-ნახევარი გრძელდება სასწავლო პროგრამა, თუმცა ესე გვაქვს აწყობილი 1.5+1. რაც ნიშნავს იმას, რომ წელიწად-ნახევრის შემდეგ შეგიძლია თავი დაანებო და აღარ გააგრძელო იმ დამატებით 1 წელიწადზე და მეტი თქვა ცოდნა აღარ შეიძინო და იმ ხელა ცოდნა და უნარები გაქვს უკვე რაღაც ჭრილში მიღებული, რომ შეგიძლია თავისუფლად დასაქმდე. წახვალ დასაქმდები იმუშავებ, როდესაც უკვე სამსახურში ხედავ, რომ კიდევ გჭირდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა, შეგიძლია მოხვიდე და გააგრძელო ის 1 წელიც დაამთავრო. რეალურად ჩვენ გადავდივართ უწყვეტი სწავლების ეტაპზე და ზუსტად ეს არის კიდევ ერთ-ერთი მახასიათებელი მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის, რომ სასწავლო თვითონ სისტემა და ფორმაც იცვლება და სწავლა ხდება უწყვეტი. აღარ იარსებებს თქვათ ის, რომ დიპლომი დავამთავრე და სანამ ფეხებით არ გამასვენებენ სამსახურიდან იმ ერთი პროფესიით უნდა ვიყო, ასე ვერ ვიქნებით. ძალიან ბევრი პროფესია უნდა შევიძინოთ. ამიტომ ამ პროფესიულში გვაქვს 3 დიდი მიმართულება. ერთი არის პროგრამირების მიმართულება, მეორე არის კომპიუტერული დიზაინი და გრაფიკა და მესამე არის ქსელები კიბერუსაფრთხოება. აქვე ცოტა ტექნიკურ დეტალებში ჩავალ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრს დააინტერესოს პროგრამირებაში, თქვათ რა იგულისხმება. პროგრამირებაში ჩვენი კურსი ისი არის აგებული, რომ გამოდის ესე ტერმინია full stack developer-ი, პროგრამისტი, ანუ პროგრამისტი, რომელმაც იცის ყველაფერი, იცის როგორც ვებგვერდის პროგრამირება, როგორც წინა მხარის ფრონტის, მე ცოტა ფესტები რო პოპულისტურ ენაზე ვისაუბრო, თუმცა ხანდახან ხოლმე პროფესიონალებში ეს სარკაზმს იწვევს, მაგრამ მაპატიოს ყველა პროფესიონალმა. ასევე უკანა მხარე ბექი როგორც იწერება და იქმნება, თქვა ჩვენ რო ვებგვერდზე რაღაც ოპერაციას ვახდენთ, ან გადახდის ოპერაცია, ან რაღაცის გამოწერის, იქ მთელი რაღაცა ოპერაციები მიმდინარეობს, ანუ ამის შექმნაც რომ შეგვეძლოს, პლუს ამას არის კიდევ დიდი მიმართულება მონაცემთა ბაზების, აი ესეც შედის ჩვენ სასწავლო პროგრამაში, შედის მობაილ პროგრამირება, რადგან ახლა მობილური ტელეფონები გაჩნდა და ყველას აქვს კი აპლიკაციები, ამიტომ ამ აპლიკაციების შექმნის მოდული არის და ფაქტობრივად აი ესეთი კომპლექსი გამოდის იმ 2 წელიწად-ნახევრის მანძილზე. კიდევ არის ერთი დიდი მიმართულება IoT, ეს არის ინტერნეტ ნივთები, ანუ ჭკვიანი ტექნოლოგიები, იმასაც თავისებური დაპროგრამება და თავისებური წესები აქვს და ისიც შედის ჩვენ სასწავლო მოდულში და რა თქმა უნდა ზოგადი განათლება ტექნოლოგიების სფეროში. ეს არის პროგრამირება. რაც შეეხება დიზაინი და გრაფიკას, აქაც კომპლექსური არის. დიზაინი და გრაფიკაში ვასწავლეთ როგორც 2D გრაფიკა, სარეკლამო დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ესეც შედის თვითონ სასწავლო პროგრამაში. ხმის დამუშავება, ვიდეო მონტაჟი, გადაღება, ფოტოგრაფია, ხელოვნების ისტორია და ასე შემდეგ. ეს ასევე ფონტების დამუშავება, ეს კომპლექსურად, რომ რაც უნდა იცოდეს დიზაინერმა და მათ შორის გამომრჩა UI UX დიზაინს ეძახიან, ანუ ვებგვერდების და აპლიკაციების დიზაინის ვიზუალური მხარე, დიახ. ასევე ვასწავლეთ ძალიან ისეთი მარტივ სამხმარებლო დონეზე ვებგვერდის შექმნასაც, რადგან როდესაც დიზაინს აკეთებს, უნდა იცოდეს პროგრამისტი მას როგორ შლის და როგორ აწყობს მე იმ ინტერფეისს, სახეს მათ მიერ დახატული გვერდისას და ამიტომ შესაბამისად ცოტა პროგრამირების ნაწილსაც ვასწავლეთ დიზაინერებს. და შემდეგი 1 წლიანი პროგრამა უკვე ეძღვნება 3D გრაფიკას და ანიმაციას.
ამიტომ გვაქვს რომ აქ პირველი წელწადნახევრის გავლის შემდეგ ისეთი კომპლექსური სპეციალისტი გამოდის, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად დასაქმდეს და იპოვოს სამსახური, რა თქმა უნდა, თუ თავის თავზე კარგად იმუშავებს მთელი ამ სასწავლო პროცესის მანძილზე. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან რომ პორტფოლიო დავუგროვოთ, თავისი CV შევუქმნათ სულ ყველაფერი და ასევე რა თქმა უნდა მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული კომპანიებთან და როდესაც ვაკანსიები არის პირველ რიგში ჩვენ სტუდენტებთან ვახდენთ სტუდენტების შერჩევას და გაშვებას ინტერვიუზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. და 3D გრაფიკის ჭრილში ისინი სწავლობენ როგორც თქვათ 3D ობიექტების შექმნას, ასევე ანიმაციას. აქაც აი თქვენ რომ დასვით შეკითხვა როგორი პრობლემები გაქვთ, აქაც პრობლემაა ვიღაცა რომ მოდის 3D გრაფიკაში ფიქრობს რომ 3D Max-ი უნდა ისწავლოს და მეტი არ სჭირდება არაფერი, თუმცა ჩვენ გვაქვს იქვე 3D Max-ი პროგრამაა მსვენელებს გამომართოთ ერთ-ერთი. ასევე Maya არის Autodesk-ის პროგრამა, რომელიც უკვე ანიმაციაში გადაჰყავს შექმნილი ობიექტები და უფრო ადვილი არის ანიმაციაში. ფაქტობრივად ანიმაციური ფილმის შექმნა შეგვიძლია. ანიმაციური ფილმის, ან უფრო მეტად ახლა აქაც ფილმს, როდესაც ვამბობთ, სულის მოგდის აზრად, რომ მაგას ვინ დააფინანსებს საქართველოში. ელემენტარული გამოყენება ამისი არის სარეკლამო სფერო. ახლა ჩვენ რო ვუყურებთ თქვათ აჭარა ბეტის, აჭარა ნეტის რეკლამებს და იქ რაღაც ბურთულები და ფორმები რო დადის, ეს ზუსტად ამ პროგრამებში ხდება და ზუსტად ეს ცოდნა არის საჭირო რომ ასეთი სარეკლამო კლიპები შევქმნათ. თავიდან მაგრამ პროცესი ხანგრძლივობა სწორად მივხვდი მინიმუმ 1 წელი უნდა იყოს. წელწადნახევარი მინიმუმ და შემდეგ 1 წელი უკვე იმის და მიხედვით თქვათ უნდა თუ არა კიდევ უფრო მრავალფეროვანი. მაქსიმალური შემთხვევა სტუდენტის ყოფნის თქვენს ესე ვთქვათ სასწავლო კურსზე. ბოლომდე მიდიან. რამდენია? იცით რა არის? ბოლომდე მიდის სადღაც 40%-მდე სტუდენტები. და ეს ბოლო რამდენი თვიანი კურსი გამოდის? ბოლო არის 2 წელწადნახევრიანი. ამ ჯამურად 2 წელწადნახევარში სრული კურსია გავლილი. თუმცა რეკომენდირებული არის მინიმუმ წელწადნახევრის გავლა თქვენთან. და თუ სანამ გადავალთ, დიახ, ბრძანეთ. არა, თქვი. მე მაინტერესებს აი თვითონ პროცესი, ბევრი ადამიანი გვისმენს, რომელიც დასაქმებული ან სწავლობს. როდის რა დღის რომელ მონაკვეთშია სწავლების პროცესი და როგორი ფორმატით მიდის სანამ გადავალთ დისტანციურ სწავლებაზე, აი თვითონ მოდი 2019-მდე როგორც იყავით და ვიცი რომ დისტანციურზე გადახვედით თქვენ რაღაც ნაწილით, როგორ ხდებოდა კლასში, ვთქვათ, სასწავლო კლასში ყოფნა, რომელ საათებში და როგორი ტემპით? ჩვენ მუშაობთ დილის ლექციები, დილის 10 საათიდან საყამოს 10 საათამდე გვაქვს. ანუ ეს იმას გულისხმობს, რომ ისინი ვინც არ არიან დასაქმებული და ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, მათ შეუძლიათ დილის ჯგუფებში ჩაეწერონ. გვაქვს კვირაში 3-ჯერ პროფესიული მიმართულებით ხას გავუსვავ, გვაქვს კვირაში 3-ჯერ 3-3 საათი ლექციები. გვაქვს დილის ჯგუფები, შუადღის ჯგუფები და საღამოს ჯგუფი, რადგან ვითვალისწინებთ, რომ ბევრი დასაქმებულია და უნდა პროფესია შეიცვალოს, ამიტომ ბოლო ლექციები გვეწყება 7 საათზე და ვამთავრებთ 10 საათზე. ჩვენ ადმინისტრაცია პირადად პანდემიამდე მუშაობდით დილის 10-დან საღამოს 11 საათამდე, ფაქტურად 13 საათი, კი ბატონო. და ამიტომ ყველასთვის უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი და მოქნილი ეს დროში. და აქვე დავამატებთ ეხლა რაც გამომრჩა, ეს არის მესამე მიმართულება. მესამე მიმართულება არის არანაკლები, რადგან თქვენ სპონსორსაც ეხება. ეს არის ქსელები და კიბერუსაფრთხოების თემა. კი, აი აქაც გვაქვს წელწადნახევარს პლუს 1 წელი, სადაც აი ეს პირველ ნაწილში ესენი გადიან ზუსტად ზოგადად საბაზისო კურსს გადიან switchings, ქსელებს, ციისკო იცის თქვა ბევრმა სპეციალისტმა და ძირითადად აგებული გვაქვს ციისკოს CCNA კურსზე და კომპტიაზე networking-იც კომპლექსურად ვასწავლეთ, ანუ მარტო ციისკოზე არ ვართ ორიენტირებული, შემდეგ მოდის სერვერების ნაწილი და სერვერების შემდეგ მოდის უკვე პროგრამირება. აი ამ პროგრამირებაზე რომ გადავართ სერვერების ნაწილის შემდეგ ზუსტად აი აქ წელწადნახევარი არის გასული და პროგრამირება და კიბერუსაფრთხოება უკვე ბოლო 1 წელი არის. აი აქაც შეიძლება ადამიანი ძალიან თავისუფლად დასაქმდეს როგორც IT support-ი, ასევე Excel-ის ადმინისტრატორად, სისტემურ ადმინისტრატორად და ასე შემდეგ. ის წელწადნახევარი, რითიც შეუძლიათ რომ დასაქმდნენ. ქალბატონ მაკარ, ახლა კიბერუსაფრთხოება ახსენეთ, მინდა დაგისვათ ესეთი კითხვა, აი 100-მდე ადამიანია დასაქმებული და საკმაოდ დიდი კომპანია თითულებით 100 ადამიანი ცოტა არ არის საქართველოს მასშტაბისთვის.
თქვენი კომპანია როგორ იცავს თავს კიბერ თავდასხმებისგან თუ იყო მცდელობა დაუშვათ მაგალითი ხა ისეთი კითხვაა რომ მასწავლებელს ვეკითხებით დაუშვათ რაღაც კონკრეტულს მაგრამ აი საინტერესოა თავად მასწავლებელი როგორ იცავს თავს და რა მეთოდებით კი ბატონო არის ხოლმე შემთხვევები თქვათ კიბერ თავდასხმის არა მარტო საქართველოს ფილიალზე არამედ უფრო უკრაინაზე მოდის ხოლმე კიბერ თავდასხმები რატომ მაინც უკრაინაზე სისტემები ჩვენ ძირითადად იქ გვაქვს და დისტანციურად ვიღებთ ამ სერვისებს ჩვენს გვაქვს ჩვენი ლოკალური ქსელი აწყობილი და ჩვენი სერვერი აქაც იყო ხოლმე 1-2 ჯერ თავდასხმები მაგრამ გვყავს ჩვენ შესაბამისი სპეციალისტები რომ ვიღაცა აპირებს დაუმტკიცოს თავის თავს რომ თქვენზე ძლიერია ხო ალბათ არა მარტო ეგ ხშირად ყოფილა ცოტა ის არის ხოლმე გვეღიმება ჩვენი სტუდენტები მაგათ რომ ვასწავლეთ პირველი სად უნდა დატესტონ იციან სხვები დაიჭერა ხოლმე და შესაბამისად თამაშობენ ხოლმე ჩვენ ქსელზე გამოსდით ბოლომდე ვერა, მაგრამ ხეზე ასწავლა ჯერ არ უსწავლიათ ასვლა. არა, დაცვა გვაქვს კარგად და შესაბამისად არ გამოდის. არის რამე სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც თქვენი შიდა დაცვის დაუშვათ ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ IT აკადემიას ტიპი იყენებს? არა, ჩვენც ისევე ვიყენებთ, როგორც სხვა დიდი კორპორაციები, ეს მსოფლიოში ყველა რაღაც რამოდენიმე კომპანია არის, რომელსაც ყველა იყენებს და ჩვენ შესაბამისად მათ რიგში ვართ. უბრალოდ ეხა ბრენდებს არ ვასახელებ. კი ბატონო, მცირე სარეკლამო პაუზა, გავაგრძელებთ საუბარს აუცილებლად და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოუტანა IT აკადემიას ტიპს პანდემიამ 2020-ში. რეკლამა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი გთავაზობთ ბიზნეს იპოთეკურ სესხს 100,000 ლარამდე 10 წლიანი საკრედიტო ხაზით და უდასტურებელი შემოსავლებით. დაგვიკავშირდით 2 363 375. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. ვაგრძელებთ მეგობრებო საუბარს IT აკადემიას ტიპი ჩვენი სტუმარი თანადამფუძნებელი საქართველოს ფილიალისა და დირექტორი ქალბატონი მაკა მახათაძე შეგახსენებთ 20 ქვეყანაში ეს IT აკადემია წარმოდგენილი 99 ფილიალი გააჩნია და ეს არის ტრენინგ ცენტრი ტექნოლოგიების სფეროში ჩვენ ვისაუბრეთ მის მუშაობაზე პრინციპებზე რა თქმა უნდა მიმართულებებზე და ძალიან საინტერესო ექსკურსი ჩაგვიტარა ქალბატონმა მაკამ თუმცა არანაკლებ საინტერესო საუბარი გველის წინ იმიტომ რომ თავარი ჩვენი შეკრების მიზეზი დღეს სწორედ არის პანდემია ის რაც ხდება ამ ოფის გარეთ და დღითი დღე ესე ვთქვათ იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, სამწუხაროდ გარდაცვლილთა რიცხვი და ჩვენც როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა ტექნოლოგიებთან ერთად თანაცხოვრება გვიწევს გამოდის რომ ამ პანდემიასთანაც გვიწევს ერთგვარად შეგუება და თანაცხოვრება სამწუხაროდ თუმცა ყოველი ბიზნესი თავისით პოულობს რაღაც გამოსავალს, გზას და სწორედ ახლა მინდა გავიგოთ როგორ მოიქცა პანდემიის დაწყებიდან IT აკადემიას ტიპი და მისი მენეჯმენტი რა გამოწვევა დადგა პირველ რიგში თქვენს წინაშე ქალბატონ მაკა და როგორი ვითარებაა დღეს თქვენს კომპანიაში იყო თუ არა ვარდნა იგივე ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით შემოფერხებელი ესეთი ტექნიკური პრობლემების გამო და საერთოდ რამდენად ადვილი იყო თქვენთვის ამ პრობლემასთან შერკინება მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენ რაღაც დიდად არ ყვირივართ ხოლმე ამის შესახებ, მაგრამ მინდა სიამაყე ვთქვა, რომ რა თქმა უნდა თვითონ მტკივნეულია პანდემიის თემა, მაგრამ ჩვენთვის ბევრი კარგი რაღაც მოიტანა როგორც აკადემიის, კი მეორე მხარე.
ვთქვათ, ყველა დასვავს შეკითხვას რა და ის რომ მე რომ ამდენი წელი ვტრიალებდი ამ სფეროში, ვიცი ვთქვათ, საით მიდის ეს ყველაფერი და ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ ონლაინ სწავლება დავნერგოთ, ონლაინ სწავლებაზე გადავიდეთ, მოდი გავუშვათ. ცოტა სახეცვლილებით გქონდა რამოდენიმე მცდელობა, რომელიც კრახით დაგვემთავრდა. ონლაინ სწავლება, როგორც ესეთი დისტანციური სწავლება, ხომ არ არის ის, რაც თქვათ დღეს რა სტერეოტიპულადაც დამკვირდა საქართველოში, არამედ მას აქვს ძალიან უამრავი სახეობა და მიმართულება. და მე მინდა ეს არ არის მხოლოდ სმარტფონის დაჭერა და რაღაცა ლაივში შესვლა. რა თქმა უნდა, აქ არის როგორც ასინქრონული, სინქრონული, ეს ჰიბრიდული, შებრუნებული საკლასო ოთახი, ძალიან ბევრი მეთოდოლოგიის გამოყენებით კომპლექსურად ხდება ამ ყველაფრის დანერგვა და 3 წელი სულ ამაზე ყოველ დღე ამაზე ვლაპარაკობ, რომ დისტანციური გავუშვათ. სამწუხაროდ ეს მოითხოვდა ძალიან დიდ რესურსს, როგორც ადამიანურს, ასევე ფინანსურს. და აქამდე ვერ ვაბავდით ხოლმე თავს და როდესაც პანდემია იწყებოდა, 1 მარტს მქონდა ჩვენ გამოფენა ჩვენი დიზაინერების ნამუშევრების და აკადემიაში მოუწყეთ, იმიტომ რომ მე თქვა ერთი ოთახით დავიწყეთ და დღეს უკვე გვაქვს დიდი შენობა, რომელსაც ჩვენ სტეპერების სახლს ვეძახით. სად მდებარეობს? ეხლა ვართ შანხაიზე. საბურთალოზე პავლოვის ბოლოში. და შესაბამისად იქ გვაქვს უკვე სადღაც 12 აუდიტორია გვაქვს, ერთი აუდიტორიიდან დაწყებული შემდეგ და დიდი სივრცეც გვაქვს, სადაც შევძელით ჩვენი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. უკვე იწყებოდა მაშინ პანდემია, იმიტომ რომ მახსოვს პირბადეები ვერ ვიშოვე და მე თვითონ მე და დედაჩემა და დეიდაჩემა დავიბარეთ და იმასკენ ნაჭრები ვიყიდეთ და ერთ ღამეში გამოვჭერით 300 პირბადე გავაკეთეთ და დავბრენდეთ, წავიღეთ დასაბრენდად. ნუ გამოფენაზე პირბადით ყოფილი. სწორი მიდგომა აბსოლუტურად. პასუხისმგებლობის აღება პირველივე დღიდან, კი ბატონო. და სადღაც 2-ში შემოვიდნენ ჩემი თანამშრომლები და მითხეს რომ მაკაო მე მგონია უნდა ჩავიკეტოთ და მოდიო გავუშვათო დისტანციურზე და ჩქარა ვიფიქროთ რომ დისტანციურზე როგორ უნდა გადავიდეთო. 2-ში დღის პირველ ნახევარში ეს არასერიოზულად მიმაჩნდა, მაგრამ ისე სწრაფად გავითარდა მოვლენები, რომ საღამოს უკვე დავიწყეთ ამაზე საუბარი, რომ რა უნდა გაგვეკეთებინა. აქვე მინდა დავძინო, რადგან ახლა ასეთი კავშირები გვაქვს არა მარტო აკადემიაში, არამედ მე პირადად თქვა საერთაშორისო ბრენდებთან, Microsoft-თან და ისევ Intel-თან ჩვენ გვქონდა უკვე რაღაც ბაზაზე მომზადებული პლატფორმები შესაბამისად და გადავწყვეტეთ რომ Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით და გაგვეშვა დისტანციური სწავლება. Microsoft-ს აქვს Office 365, ბევრმა იცის ეს პროგრამა. მინდა ვთქვა რომ ჩვენ სტუდენტებს სტუდენტობის ოფნის პერიოდში უფასოდ აქვთ Office 365-ზე წვდომა და შესაბამისად cloud-ზე სივრცე. იგივე Word, Excel-ის. ყველაფერი, მასში შედის რაღაც 20 პროგრამა. Office-ე კი, არა მარტო Office-ე, იქ შედის თქვა to-do list-ი, tweet management-ის, სწავლების მართვის OneNote არის და პლუს Teams-ი დღეს ყველაზე ცნობილი რომ გახდა ეს ტერმინი Teams-ი ყველას გონია რომ რაღაც პროგრამაა, ეს პროგრამა არის შემადგენელი ნაწილი Office 365-ის. და გადავწყვეტეთ რომ Teams-ის ბაზაზე გაგვეკეთებინა. Teams-ი არის იგივე როგორც Zoom-ი. Zoom-ის ანალოგი, კი ბატონო. კი ბატონო. ადრე Skype-ი და Skype for Business-ი ჰქონდა Microsoft და ეს ბიზნესის ნაწილი გადააკეთა და გახადა Teams-ი. და Teams-ის ბაზაზე გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამისთვის არ გქონდა ჩვენ Teams-ი დაყენებული ლიცენზიები აღებული უშუალოდ უფლება Microsoft-იდან და ის ერთი ღამე 2-დან 3 რიცხვამდე მოგვიწია გათენება, რადგან იქ ამერიკაში დღე იყო, ჩვენთან ღამე იყო, მთელი ღამე ვიჯექით იქ ახლობლებით ჩავხდეთ და ფაქტიურად სადღაც 10-12 საათში Microsoft-იდან ავიღეთ ყველაფერი და გავმართეთ Teams-ის პლატფორმა მეორე დღე. ლეგალურად. რა თქმა უნდა. მეორე დღე უკვე 3 რომ გაცენდა 3 მარტი, მთელი საქართველო რომ ისვენებდა და დედის დღე იყო. ჩვენ მუშაობდით 24 საათი გავაგრძელეთ მუშაობა, რომ მთელი ჩვენი არსებული სტუდენტები, ვინც ყავდა შესაბამისი ჯგუფებით, უნდა შეგვეყვანა Teams-ში სისტემაში დაგვერეგისტრირებინა და სტუდენტებისთვის უნდა დაგვეგზავნა ეს ინფორმაცია და 4-ში დილას დავიწყეთ. როგორ მიიღეს სტუდენტებმა და შეძლეს თუ არა აებათ მხარი თქვენთვის და ეს ვთქვათ აყოლოდნენ ამ 50-50-ზე ზოგს
გაუჭირდა, რა თქმა უნდა, თავიდან ყველა ვეხმარებოდით ტექნიკურადაც ჩართულები, რა თქმა უნდა, ვიყავით, იქ რაღაც პაროლის პრობლემა იყო, ან რაღაც არ ეშვებოდა იმის კომპიუტერზე. ზოგს კომპიუტერი არ ჰქონდა დისტანციურად, რადგან გადავედით სასწავლად, კი, შეიძლება ბევრს გაეცინოს, რომ რა IT აკადემიაში სწავლობს და კომპიუტერი არ აქვს. ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ეს არავის არ უნდა დაუძრახოთ. ამიტომ ჩვენ გვქონდა საიმისო ბაზა, სადღაც 100 კომპიუტერი გვქონდა, ნოუთბუქი, დესკტოპებზე არ მაქვს საუბარი, ნოუთბუქი, რომელიც ჩვენ სტუდენტებს დაურიგეთ დროებით მოხმარებისთვის სახლებში, რომ წაეღოთ და სახლიდან შემოსულიყო, იმიტომ რომ პანდემიაა და ვერ გავრისკავდი მე ვერავის სიცოცხლეთ, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ხელი შეგვეწყოს სტუდენტებისთვის, შესაბამისად კომპიუტერები გავატანეთ, ვისაც არ ჰქონდა, ვინც ვერ აყენებდა ან სახლში თქვათ ძველი ოპერაციული სისტემა ეყენა, გაუმართავი იყო კომპიუტერი, ჩვენი IT-ის ბიჭები და თანამშრომლები ყველა ფეხზე იდგა და ყველა უსწორებდა მათ კომპიუტერებზე და გავუმართეთ სულ ყველას კომპიუტერები და ასე გადავხდეთ დისტანციურ სწავლებაზე. მაგრამ პარალელურად კიდევ ბევრი პროცესი მიმდინარეობდა. ეს არის ერთი ნაწილი, რაც სტუდენტებს შეეხება. მეორე ნაწილიც ჰქონდა ეს მოითხოვს მასწავლებლებისგან ძალიან დიდ ძალის ხმევას, სულ სხვა მეთოდების სწავლას და გადატრენინგებას. ინტენსიურად პარალელურ რეჟიმში ღამის 12 საათამდე გვქონდა მასწავლებლების ტრენინგები, თუ რა მეთოდოლოგიით, როგორ ვასწავლოთ დისტანციურად. იმიტომ რომ ალგორითმი პირისპირ სწავლებისას და დისტანციური სწავლებისას გაკვეთილის წარმართვის ალგორითმი და ფსიქოლოგიური მომენტები რადიკალურად განსხვავდება. აქ მაგალითად არის ესეთი მომენტი, რომ როდესაც დისტანციურად ხარ და არ გაქვს პირისპირ კონტაქტი, როგორც სტუდენტი, ასევე მასწავლებლები კარგავენ ერთმანეთთან კავშირს და ელემენტარულად ფსიქოლოგიურად სადღაც რაღაც პერიოდის შემდეგ 6 წუთის შემდეგ არის დადგენილი, რომ ადამიანი იკარგება. კონცენტრირებას ვეღარ ახდენს. ბავშვები უფრო ადრე. ამიტომ მეთოდოლოგიები არის თუ როგორ უნდა გადავხდათ მათი ყურადღება, რომ ყოველთვის უნდა მოხდეს მათი ტვინის და ყურადღების გადატვირთვა, რა თქმა უნდა. ამ მეთოდოლოგიებზე გქონდა მასწავლებლებთან ინტენსიური ტრენინგები და იმის შემდეგ სულ მუდმივად ვაგრძელებთ ჩვენ ამ ტრენინგებს სხვადასხვა მეთოდებით. არაერთხელ დამისვამს კითხვა ჩვენი სტუმრებისთვის და თქვენც მინდა დაგისვათ და პასუხი იყო ის, რომ ესე იგი ანაცვლებს თუ არა დისტანციური სწავლება რეალურ დროში სწავლებას ფიზიკურ სიახლოვეში და ერთ სივრცეში. პასუხი იყო ასეთი, რომ ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს. თქვენი პოზიცია როგორია? მე ამ შემთხვევაში ცოტა რევოლუციონერი ვიქნები და ვიტყვი, რომ შეიძლება. შეიძლება ჩაანაცვლოს? უბრალოდ კი. შეიძლება ჩაანაცვლოს, უბრალოდ ამ შემთხვევაში მასწავლებელზე მოდის დიდი ტვირთი, იმიტომ მასწავლებელმა თუ არა იმაღლა კვალიფიკაცია და არის სწავლა ის მეთოდოლოგია, როგორ უნდა ჩაატაროს დისტანციურად გაკვეთილები, ვერანაირი წილსვლა ვერ გვექნება. მეორე მხრივ უყურეთ როგორი რაღაცა, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ვერ ჩაანაცვლებს, ადრე თუ გვიან მაინც ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ინდუსტრიულ რევოლუციაში ვარ და აქ მოხდება ყველაფრის გადალაგება. იცით როგორი რაღაცა ადამიანებს ეხლა მე რომ ვაკვირდები, ჩვენი სტუდენტებთანაც ვაკეთებთ გამოკითხვას, ხო? როგორც ესეთი ინფორმაციის ცოდნის და გამოცდილების გადაცემით 30%-ით უფრო ეფექტური არის ამ შემთხვევაში დისტანციური სწავლება. მიუხედავად ამ დაბნეულობისა, რასაც წუთში მივაღწევთ. კი. თუ სწორად გაწყობილი თვითონ აი სასწავლო პროცესი და მასწავლებელი სწორად მართავს გაკვეთილს. აქ ერთადერთი პრობლემა არის უკვე სოციალური ურთიერთობების და ფიზიკური ურთიერთობების სტუდენტების, თქვათ, ერთმანეთთან და მასწავლებელთან. და აი ამ ჭრილში თვითონ ტექნოლოგიებით ბოლომდე ჯერ არ გვიწყობს ხელს, რომ აი ეს რაღაცა ბოლომდე დაალაგდეს და ამიტომ მაინც სასურველია, რომ თქვათ, რაღაცა პერიოდი ხომ ლაბორატორიული სამუშაო იყოს ესე თქვა შეხვედრები ფორმით რაღაცნაირად იყოს შეხვედრები ერთმანეთთან და გეტყვით ერთსაც გაწყვეტინებთ. მაგალითად, როდესაც პანდემია მთლიანად გადაივლის, ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ზოგადად სასწავლო ფორმას შევცვლით, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისას და თქვათ, კვირაში 3-ჯერ თუ გვაქვს პროფესიულში ლექცია, ასეთი ფორმით გავაკეთებ, რომ 2-ჯერ იქნება პირისპირ ლექციები, თქვათ, აკადემიის სივრცეში, მაგრამ 1 დღე კვირაში ყოველთვის დარჩება დისტანციურად. და რატომ?
ვირტუალური კოლაბორაცია ეს არის ის ერთ-ერთი უნარჩვევა, რომელიც მოეთხოვება თანამედროვე ადამიანს მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში და უმეტესობა ეს სპეციალისტები უკვე რომ შედგებიან, მათ დასაქმება მოუწევთ დისტანციურად. მათ თუ არა აქვთ უნარი და არა აქვთ მთელი ნაკრები უნარების გამომუშავებული, ისინი ვერაფრით, რაც არ უნდა კაი პროფესიონალები იყვნენ, ვერაფრით ვერ გაძლებენ ამ სამსახურზე და ვერ დასაქმდებიან. ამიტომ ეს უნდა მხოლოდ პრაქტიკაზე გამოუვიმუშავოთ. რომელი უფრო ძვირი უჯდება სასწავლო ცენტრს ამ შემთხვევაში IT აკადემიას TEPS? დისტანციური სწავლება თუ კლასში მიღება სტუდენტების? ამ ეტაპზე საწყის ეტაპზე დისტანციური. უფრო ძვირი ჯდება? უფრო ძვირი ჯდება, იმიტომ რომ თითქოს არ მოდის ადამიანი, თითქოს გზაზე დრო არ იხარჯება და ასე შემდეგ, მაინც გეტყვით, ჯერ ერთი შენობა რაც გვაქვს ხომ, იმის ხარჯი იგივე გვაქვს, ერთადერთი კომუნალური დენის განათება თუ მოაკლდება, თორემ დანარჩენი სერვერების ყველაფერი მუშაობს და ჩართულია და ის შენობა გვაქვს. მაგრამ ამის გარდა არის მაგალითად რესურსის შექმნა. აქ დისტანციური სწავლისას უკვე სხვა სახით მიწოდება არის საჭირო რესურსის, თქვათ ასინქრონული სწავლება შემოდის და შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი, რომ აი ეს რას გულისხმობს, პატარ-პატარა ვიდეოებით, ბისახით ვახდენთ მასალის ახსნას. და ეს მასალა უნდა მიეცეს სტუდენტმა თვით სწავლით უნდა გაარჩიოს საშინაო დავალებად ეს ახალი თეორიული მასალა და ლექციაზე უკვე ხდება გამყარება ამ ცოდნის და მასწავლებელთან ერთად პრობლემების გადაჭრა. თუმცა ეს მასალა უნდა დამზადდეს და სწორედ ამაშია ხარჯი. გადაღება და ასე შემდეგ. აუცილებლად. აი საწყის ეტაპზე, იმიტომ თქვი ეს სიტყვა მე საწყის ეტაპზე ახლა ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება ძალიან ძვირი ჯდება. შეიძლება მერე უკვე ამოიღო და რენტაბელური იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ადამიანური რესურსი, როგორც ადამიანურად, ასევე ფინანსურად ძალიან ბევრი სჭირდება. ქალბატონ მაგა, ძალიან სერიოზულად უდგებით განათლების საკითხს, მე გისმენთ მთელი გადაცემა, თითქმის 1 საათია. თუმცა ისიც ვიცი, რომ თქვენს ტრენინგ ცენტრს აკრედიტაცია არ აქვს. რამდენად აი დიპლომირება როგორ ხდება თქვენი სტუდენტების და რას აძლევთ სტუდენტს პრაქტიკულად ხელში მას შემდეგ, რაც მან გაიარა წელიწადნახევრიანი თუ 2 წლიანი კურსი? კი ბატონო, აქაც ესეთი რაღაცა ბევრჯერ მქონდა მცდელობა და ვფიქრობდით იმაზე, რომ ხო არ ავიღოთ აკრედიტაცია, ვთქვათ სახელმწიფო აკრედიტაცია და რას გვაძლევს ეს? იცი რა არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანები დიპლომებით იყიდებოდნენ და საქმდებოდნენ, მე ვთვლი რომ დამთავრდა. შეიძლება გქონდეს დიპლომი, მაგრამ არ იყო შემდგარი პროფესიონალი. შემდგარ პროფესიონალში მე არ გულისხმობ, რომ გამოცდილი პროფესიონალი. აქ არის მთელი რიგი ნაკრები, როგორც ცოდნის, პროფესიული ცოდნის, ასევე უნარჩვევების. ეს უნარჩვევები თუ არ გაქვს, რაც არ უნდა მაგარი პროფესიონალი იყო და რაც არ უნდა ბევრი დიპლომი გქონდეს, ვერ დასაქმდები. აქ არის მთელი რიგი ნაკრები, ადამიანური თვისობრივი თუ soft skills, რასაც ეძახიან, მოქნილი უნარების ნაკრები, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს. რომელიც დიპლომში საერთოდ არ ჩანს, გაქვს თუ არა ეს უნარები. პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვამბობთ და რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ სტუდენტებს, ეს არის ამ უნარჩვევების შეძენა, ეს არის პლუს ცოდნის შეძენა და ყველა სწავლის პერიოდში აგროვებს თავისი ნამუშევრების პორტფოლიოს. როდესაც მიდიხარ იგივე ფრილანსერად, ისინი დიპლომს საერთოდ არ გთხოვენ, არამედ პირველი რასაც ითხოვენ, ეს არის რა გაგიკეთებია და რისი გაკეთება შეგიძლია. თქვათ, რა პროექტში გაქვს მიღებული, ეს უკვე როდესაც გამოცდილებაზე ვსაუბრობთ და თუ ნასწავლი გაქვს, აბა რა გაქვს პორტფოლიო, რაზე გაქვს ნამუშევარი. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ ეხლა რაც გვინდა რომ გავაკეთოთ აქამდე ცოტა მე ვაღიარებ და მოვიკოჭლებდით. ეს არის დასაქმების ჭრილი, ოღონდ დასაქმების ჭრილი ის კი არა რომ თქვათ სამსახური შოვნა. ძალიან რთული არის, ნახეთ, გორი მომენტი, მე ვარ კარგად ვისწავლებ, თქვათ, კარგი პროფესიონალი ვარ, უნარებიც მაქვს, მაგრამ რთული გადასალახია ინტერვიუს ბარიერი, როდესაც ადამიანი მიდის სამსახურის საშუალებლად გასაუბრებაზე, როდესაც ხდებიან იქ პროფესიონალები და ვთქვათ HR-ი, ხო? იქ ხანდახან ხშირად გიქმნიან კიდევაც რაღაც ბარიერებს მექანიკურად, რომ ნახონ როგორ მოიქცევი. ეს ძალიან რთულად გადასალახი მომენტი არის და ეხლა ვიწყებთ დანერგვა სპეციალური ტრენინგების, ვთქვათ, ის წელწადნახევარი, ვისაც გავლილი აქვს იმ სტუდენტებისთვის, რომ მათ ყველას ჩაუტაროთ
ზუსტად აი ფსიქოლოგიური ბარიერების გადასალახი, ტრენინგები, მოვამზადოთ ინტერვიუსთვის, გავამზადოთ CV, პორტფოლიო და სიმულაციას ვუტარებთ, თქვათ იმ სტუდენტებს, ვისაც გასაუბრებაზე ვუშვებთ, რომ ჩვენ თვითონ ვიკრიბებით და ვაწვალებთ ესე ბჭყალებში რო თქვათ. ნუ ფაქტიურად სრული ესე ვთქვათ გზა აქვს გავლილი თქვენთან იმისა თუ როგორ უნდა დასაქმებამდე მისასვლელი გზა. ეს პრაქტიკა მოგვიტანა, რამოდენიმე კარგი სტუდენტი ვინც ყავდა, მოლაპარაკებული ვიყავით კომპანიასთან, უკვე დროც ჰქონდა შეთანხმებული ინტერვიუზე გავუშვით და არ მივიდა. მისული კარებამდე უკან გამობრუნდა, რომ შემეშინდა ვერ შევედიო და ამიტომ მივედით უკვე მაგ გადაწყვეტილებას. თავარი კითხვა არ უნდა გამომჩეს ხალბატონ მაგა პანდემიამ საერთო ჯამში გამოიწვია ვარდნა თუ ზრდა ნაკადისა მსურველების. პირველ რიგში თავიდან აი რომ ვთქვათ სადღაც მაისამდე რა თქმა უნდა იყო ვარდნა აქ სხვადასხვა მიზეზებით სადღაც 10%-მა აიყო აკადემიური, იმიტომ რომ მაინც ვერ შეეგუა დისტანციურ სწავლებას. დანარჩენი ვარდნა რაც იყო სამწუხაროდ ეს იყო ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში შექმნილი, იმიტომ რომ ბევრი მშობელი მაგალითად მუშაობდა ევროპაში, იყო დასაქმებული და იქიდან ურიცხავდა. ბევრი იყო თვითონ იყო დასაქმებული მომსახურების სფეროში, ვთქვათ, ბარმენება, რესტორანი, სასტუმრო და უნდათ რომ პროფესია შეეძინათ და სამწუხაროდ ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ისინი დარჩნენ უმუშევრები. რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ასეთი ადამიანების ჩვენ სტატისტიკისთვის ვკითხულობთ? 30%. დაახლოებით ესე ვთქვათ მე-13 ჩვენ გქონდა ესე ვთქვათ გამოეთიშა სასწავლო პროცესი. მაქსიმალურად ვცდილობდით რამენაირად ხელი შეგვეწყო, იმიტომ რომ რა არის ბევრი მოგვადგა სტუდენტები იმ განხრით, რომ აი დისტანციურზე ვართ და უნდა გაგვიიაფოთ, იცი, უნდა ვერ გაგიიაფებთ. ხო, ამიტომ დავკითხვა, რომელი უფრო ძვირი გიჯდება თქვენ და შესაბამისად. ის არის თან უყურეთ ადრე თუ ჩემი თანამშრომლები მუშაობდნენ და 2 სმენაში და იყვნენ დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე, თქვათ, ნაწილი 5-დან 10 საათამდე. პანდემიის დროს, რა თქმა უნდა, მთელი ოფისი დისტანციურად მუშაობდა დღემდე. არავინ არ მოდის აკადემიაში. ფაქტიურად მათ უწევთ 10-12 საათიანი რეჟიმით მუშაობა, იმიტომ რომ ის მე მაგალითად ჩვენ არ გავუკეთებია ის, რომ ვიღაცისთვის ხელფასი შეგვემცირებინა, ვიღაცა გაგვეშვა სამსახურიდან, მაგრამ როგორი რაღაცა იცი, რადგან საჭიროება მოითხოვდა და ამ რაღაც ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში ვიყავით დისტანციური სწავლებისთვის, ყველა დასაქმებული იყო, ეხებოდა მისი ძირითადი საქმე იყო, თუ არ იყო, ყველა იყო ჩართული ამ ლექციების პროცესში, რომ ჩეკლისტებით ისხდნენ და ნახულობდით რომელ მასწავლებელს სად ქონდა პრობლემა, რომ მომენტალურად მიგვეღო მყისიერი ზომები და ამიტომ ესეთი პრობლემა არის იყო. მაგრამ აქვე მინდა დავძინო, რაც კარგი შევხვდა. შემდეგ უკვე გამოსავალი, რაც ვიპოვეთ და პირიქით დიდი ნაკადი მოვიზიდეთ, ეს არის მე ვთქვი, რადგან ამდენი რაღაც გავაკეთეთ, გავუშვით ონლაინ აკადემია უკვე დისტანციურად მთელი საქართველოს მასშტაბით. აქამდე თბილისი იყო ალბათ. კი, მარტო თბილისი და თელავში გქონდა ფილიალი, თელავში მხოლოდ ბავშვებზე. იმიტომ რომ იქ ვერ ვიშოვეთ ლექტორები, რომლებიც ვთქვათ პროგრამირების მიმართულებით წაიკითხავდნენ ლექციებს და ამიტომ გქონდა მარტო ბავშვებზე და გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინა ონლაინ აკადემია. ონლაინ აკადემიაში ჩვენი სასწავლო პროგრამა ჭყალებში რო ვთქვათ დავხლიჩეთ პატარ-პატარა მოდულებად და მოკლევადიანი კურსებით 6 თვიანი, 8 თვიანი და 12 თვიანი კურსები გამოვიდა შესაბამისად პროგრამა როგორც მოითხოვდა. გავუშვით დისტანციური აკადემია. კალდონ მაგა თქვენ ძალიან საინტერესო თემებს შეეხეთ და ასევე გაკვირთ ისაუბრეთ მომავალზე. როგორ გესახებათ? ძალიან პროგრესულად აზროვნებთ, როგორც რიგითი მოქალაქე და მთელი გუნდი დარწმუნებული ვარ ამ განწყობით არის. პანდემიის შედეგად როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება IT აკადემია სტეპის საქართველოს ფილიალის მომავალი უახლოეს 2-3 წელიწადში? რა იგეგმება თქვენგან, რა ნაბიჯებს აპირებთ გადადგათ მომავალში იმისთვის, რომ მხარიაობათ ამ ტექნოლოგიურ პროგრესსაც და პანდემიის გავლენასაც? უახლოეს მომავალში, რასაც უყურებთ, ეს
ლექსში რაც მე მინდა დავხვეწოთ და უფრო მეტად უნივერსალური გავხადოთ დისტანციური სწავლება, ონლაინ სწავლება. იდეალურამდე მივიყვანოთ ესე თქვა. ეს რაც გვაქვს თქვა შერეული მეთოდი კი ბატონო, მაგრამ აი ესაც ხალხს აქვთ ხოლმე მოლოდინი რომ იაფასიანი უნდა იყოს, თქვა ზუსტად ამ ცოტა პედაგოგების და მენტორის ამოგდების ხარჯზე, შენ თუ გაქვს თვით სწავლების, თვით დასწავლის და თვით განვითარების უნარი, კი ბატონო, მე გაძლევ მაგის საშუალებას და თქვა ონლაინ შენ თვითონ დაждე და გააკეთო, გაარჩიო და მე ფორუმებზე ეძებო და ვიღაცას ეკონტაქტო. რაღაც ვფიქრობთ რომ სხვადასხვა სახის პაკეტები შევთავაზოთ სხვადასხვა ფასის ჭრილში, რომ ყველას კონდეს საშუალება, რომ მიიღოს განათლება, იმიტომ რომ ვთქვათ, ერთს გადაიხდი თუ მარტო შენით ისწავლი, მეორე იქნება ვთქვათ გადასახადი ვთქვათ მენტორის საშუალებით, ჯგუფური მუშაობით და ასე შემდეგ და მესამე კიდევ რასაც მუშაობ და ჩვენ უკვე ავიღეთ ახლა აკრედიტაცია უკვე შემდეგ მიღებაზე გვექნება, ეს არის საერთაშორისო ბრიტანული აკრედიტაცია ავიღეთ IT მიმართულებით, ტექნოლოგიების მიმართულებით და შეგვიძლია რომ უკვე ჩვენს კურს დამთავრებულებს ვისაც ექნება რა თქმა უნდა სურვილი რაღაც გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე მიიღოს ბრიტანული დიპლომი რომელიც უკვე 72 ქვეყანაში არის აღიარებული ოღონდ ამ ქვეყნებში შედის ყველა განვითარებული ქვეყანა, ვთქვათ, ამერიკაში და ევროპის ყველა ქვეყანაში აღიარებული დიპლომი არის. ამ დიპლომის საშუალებად შეიძლება უმაღლესი გააგრძელონ, იმიტომ რომ იქ IT მიმართულებით მაგალითად ოქსფორდში და კემბრიჯში თუ ააგრძელებს, თავს უნდა კონდეს ესე ეძახიან პროფესიული დონის level 3 დიპლომი. ზუსტად ამ სახის IB პროგრამები რომ არის, IB პროგრამის მსგავსი არის IT მიმართულებით, ეგ აკრედიტაცია ავიღეთ ჩვენ და ამ მიმართულებით ვფიქრობთ რომ გავფართოვდეთ არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში მთლიანად. ძალიან საინტერესოა. მე ოდნავი, ესე ვთქვათ, გადახრამინდა გავაკეთოთ აი ამ თავარი თემისგან და ჩვენი სპონსორისგან პრიზი გავათამაშოთ. მსმენელები გვისმენენ ახლა. ტელეფონის ნომერს წინასწარ ვიტყვი 238 18 90 ქალაქის ანუ ფიქსირებული ნომერია 238 18 90. კითხვა ასეთია, რა უნდა გაკეთდეს კასპერსკის ანტივირუსის დაყენების შემდეგ? ძალიან მარტივი კითხვაა. რა უნდა გაკეთდეს კასპერსკის ანტივირუსის დაყენების შემდეგ? 3 სავარაუდო პასუხი. არაფერი, პირველი, არაფერი, პროგრამა ავტომატურად დაინსტალირდება. მეორე, უნდა გააქტიურდეს ლიცენზია, განახლდეს მონაცემთა ბაზა და შესრულდეს კომპიუტერის სრული შემოწმება. ეს მეორე სავარაუდო პასუხი და მესამე, დაუძახოთ მეზობლებს და ერთად დაელოდეთ შემდეგ მოვლენებს. აი ესეთია 3 სავარაუდო პასუხი, გავიმეორებ. რა უნდა გაკეთდეს კასპერსკის ანტივირუსის დაყენების შემდეგ? პირველი, არაფერი, პროგრამა ავტომატურად დაინსტალირდება. მეორე, უნდა გააქტიურდეს ლიცენზია, განახლდეს მონაცემთა ბაზა და შესრულდეს კომპიუტერის სრული შემოწმება და მესამე, დაუძახოთ მეზობელს და ერთად დავლიოთ ჩაი მაგალითად. თამაშდება ფოლადის უჟანგავი თერმოსი, რომელიც ჩანს აქ კადრში. ეს სწორი პასუხის შემთხვევაში ამ პრიზს მიიღებთ, რომელიც ყველგან გამოგადგებთ, იმიტომ რომ არის საკმაოდ კომპაქტური ზომის და თან შეგიძლიათ იქონიოთ თუნდაც ჩანთაში. ან არასწორი პასუხის შემთხვევაში ფლეშ ბარათი ჩვენი სპონსორისგან დაწესებული პრიზი. თუ კი ჯერ არ მიგიღიათ ამ სეზონზე მონაწილეობა, გთხოვთ დარეკოთ 238 90-ზე და გაგვცეთ სწორი პასუხი, როგორ უნდა მოიქცეთ მას შემდეგ, რაც დააინსტალირებთ ანტივირუსის კასპერსკის ანტივირუსს, ან არაფერს ვაკეთებთ, ან ვააქტიურებთ ლიცენზიას და ვამოწმებთ კომპიუტერს სრულად, ან მეზობელთან ერთად მივირთმევთ ჩაის ან ყავას, არ ვიცი, რომელიც თქვენ უფრო მოგწონთ. გამარჯობა. გამარჯობა. ვინ გვირეკავს? გირეკავთ მამუკა. მამუკა, როგორ ბრძანდებით? მადლობთ, თქვენ როგორ ბრძანდებით? გისმენთ? კარგად. უსმენდით ქალბატონ მაკას? გულშემატკივარი, ბატონო? ქალბატონ მაკას თუ უსმენდით, აი ჩვენ სტუმარს. კი, როგორ არა, კი, მოусმინე, ამდენი ხანი აი გულის ყურით გისმენთ ნამდვილად. როგორ კარგად და დაწვრილებით ისაუბრა და მე შემიძლია პასუხი მოგახსენო. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ სტუმარს ეთანხმებით იმაში, რომ აი გარდაუვალია ტექნოლოგიური პროგრესის თავიდან აცილება და უნდა ავყვეთ ამას ფეხდაფეხ. აი ამ პოზიციას იზიარებთ ალბათ. რა თქმა უნდა, ვიზიარებ სრულად. კი ბატონო. მაშინ მოდით პირდაპირ მითხარით, რომელია სწორი პასუხი? პირველი. არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, პროგრამა ავტომატურად დაინსტალირდება? დიახ, ჩემი პასუხი ეს არის. კი ბატონო. მაშინ ბატონო მამუკა, თქვენ მოიგეთ
ლეშ ბარათი, იმიტომ რომ ვერაფერიც ვერ მოიგეთ სხვა. არასწორი პასუხია სამწუხაროდ. პოლადის თერმოსი ჩვენთან რჩება, თუმცა არ გათიშოთ ყურმილი, იმიტომ რომ ეთერს გარეთ აგიხსნით სად და როგორ მიიღოთ თქვენი კუთვნილი სანუგეშო პრიზი, მოდი ასე დავარქვათ, იმიტომ რომ პასუხი არასწორი იყო, სწორი პასუხი გახლავთ, უნდა გავააქტიუროთ ლიცენზია აუცილებლად და შემდეგ უნდა შევამოწმებინოთ ანტივირუს ჩვენი კომპიუტერი ვირუსების, ასე ვთქვათ, ყოლაზე ან ქონაზე, როგორც გნებავთ ისე. დავემშვიდობე მსვენელს, თუმცა ეთერს გარეთ დაგველოდება იმედი მაქვს, არ გათიშავს. მე კი დაუბრუნდები ჩვენ სტუმარს, რომელიც გახლავთ IT აკადემია სტეპის საქართველოს ფილიალის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა მახათაძე. ქალბატონ მაკა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო დიალოგისთვის. მე პირადად ჩემი სახით კიდევ ერთი მომხმარებელი შეიძინეთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი ვარ და მაქვს ესე ვთქვათ ტექნიკასთან კარგი ურთიერთობა, როგორც იტყვიან ზოგადად, გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაც ნაწილში ავიმაღლო კვალიფიკაცია და თუნდაც დისტანციურად გავიარო, ამას არ ვამბობ რეკლამირების კუთხით. სუფთად ძალიან კარგად ხვდები და ვიაზრებ იმას, რომ სხვა დრო მოდის, თუ ადამიანს სურს თანამედროვე დროში დასაქმდეს და იყოს მოთხოვნადი კადრი, მას უნდა ქონდეს საბაზისო ცოდნა პირველი და მეორე კონკრეტული გარკვეული მიმართულებით უნდა იყოს განვითარებული იგივე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, ჩვენ ამ პროცესს ვერ ავწდებით და ეს თქვენთან დიალოგმა კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში და მე მიხარია, რომ თქვენი სახის პროფესიონალები საქართველოში გვყავს და თქვენ ერთგვარად ქმნით ახალ ბირთვს, ახალი ადამიანების ჯგუფს, რომლებიც საომავლოდ ჩვენ გვასახელებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც და დასაქმდებიან სხვადასხვა ქვეყნებში, იგივე დისტანციურად თუნდაც საქართველოდან. ხომ შესაძლებელია? კი, როგორ არა, თავისუფლად. შეგიძლია სახლიდან მიმუშაოთ, უკვე ესეთი დრო მოვიდა და მე ვიცი ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო სწორედ მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანების პროფესია. კი, გეთანხმებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია. თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ თქვენი გამოცდილებიდან დაახლოებით რა სახელფასო სეგმენტში შეიძლება მერყეობდეს? გააჩნია, რა თქმა უნდა, პროექტს. ფრილანსერობაში აქ საათობრივ ანაზღაურებაზე არის და შეიძლება იყოს $10 და შეიძლება იყოს $200 საათში გააჩნია. რა დონეზე, აი იქ როგორი ისტორია გვაქვს დაგროვილი და რა დონეზე ვართ უკვე ასული და რა ზომის პროექტში ვართ ჩართული. და ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ მივდივარ თქვა სამუშაოდ, რომ თქვა იქაურის შრომითი ბაზრის ხელფასები სადღაც იწყება 65,000-დან 250 და ზემოთ. საკმაოდ დიდ თანხებზეა. საკმაოდ დიდ თანხებზეა. უბრალოდ აქვე მინდა ერთი რაღაც გითხრათ, არ ვიცი, ფიქრობდი უნდა მეთქვა თუ არა, არის ისეთი რაღაც შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთანაც World Economic Forum, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს ღია აქვს ეს ინფორმაციები და ძალიან კარგი ვებგვერდია გაკეთებული და პროგნოზებს დებს მუდმივად. არის ისეთი რაღაც მოლოდინები, შრომითი ბაზრის გადალაგებაზე ჰქონდა ძალიან საინტერესო რეპორტი და იქ არის ესეთი პროგნოზი, რომ სადღაც 75 მილიონი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს მთელი მსოფლიო მასშტაბით ზუსტად ამ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გამო 2023 წელს. დარჩა სულ რაღაც 3 წელი და შესაბამისად პარალელურ რეჟიმში იქნება 133 მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც მოითხოვს აი ამ უფრო კვალიფიკაცია ამაღლებულ და სხვა ცოდნას, სადაც ძალიან დიდი გარღვევა არის და მთელი მსოფლიო ფიქრობს იმაზე, რომ რა გააკეთოს. არა მხოლოდ საქართველოში როგორ მოამზადონ კი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, რომ ამ პროფესიის ხალხი მიიღონ. აი მარტივს გეტყვით, Google-მა 2019 წელს დაიწყო IT support-ის ტრენინგები გაუშვა შექმნა სპეციალურად, რომელიც თქვათ მორგებული არის უშუალოდ იმ მოთხოვნებზე, რაც მთელ მსოფლიოს უდგას ახლა გამოწვევად და IT-ს გეგმა ჰქონდა, უნდა სადღაც 20 მილიონი ადამიანის გადამზადება. ზუსტად აქედანაც ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენს მოკლე კურსშიც, 6 თვიან კურსზე, ონლაინ კურსშიც ფაქტიურად Google-ის და Comptia-ს ნაზავი გვაქვს გაკეთებული, რომ ადამიანები გავიყვანთ იმუნარებზე. ეს ძალიან დასაფიქრებელია. წელს Microsoft-მაც გადაწყვიტა და გახსნა თავისი კურსები ონლაინ და მისცა საშუალება ხალხს, რომ ვისაც აქვს საშუალება თვითონ გადაემზადოს თქვათ არსებული ცოდნის ხალხი, თვითონვე გაიაროს და ისწავლოს და კვალიფიკაცია აიმაღლოს. მთელი დიდი ბრენდები და მთელი მსოფლიო ახლა მომართული არის მაგ მიმართულებით.
ძალიან სასიამოვნოა, მადლობა მობრძანებისთვის, მე მინდა წარმატებები უსურვო IT აკადემიას სტეპს და თუ არ ვწდები ვებგვერდი არის itstep.gr, სწორად ვამბობ. და დაწვრილებითი ინფორმაციები, ვისაც გაქვთ სურვილი, ჩაიხედოთ ამ აკადემიაში, გაეცნოთ მის პროგრამებს და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რო რეკლამაში არ ჩაგვეთვალოს, ვებგვერდზე ყველა ინფორმაციას ნახავთ, შეძლებთ დაკონტაქტებას ამ ადამიანებთან უშუალოდ და შემდეგ რა თქმა უნდა გადაწყვეტ გსურთ თუ არა ამ განათლების მიღება. დიდი მადლობა. ასევე დავამატებ, რომ Facebook-ზე, ჩვენს Facebook-ზე შეუძლიათ რომ მოგძებნონ IT აკადემიის Step Georgia YouTube კანალზეც და პანდემიის დროს ჩვენ მქონდა ესეთი აქცია, რომ ვაკეთებდით უფასო ვებინარებს, კვირაში მქონდა 3 ვებინარი და ყველა ეს ვებინარი ჩვენ ატვირთული გვაქვს ჩვენს YouTube კანალზე და ასევე ახლა შეიძლება ეს ნახოთ უკვე ატვირთული. და არის ხელმისაწვდომი ყველასთვის უფასოდ და შეუძლიათ რომ გაიარონ ეს ვებინარებიც და დაესწროთ. ეს არ არის მარტო პოპულისტური ვებინარები, აქ იყო მართლაც რომ ტექნოლოგიების გაშლა და უფრო სიღრმისეულად გაცნობა პუბლიკისთვის. მე შევახსენებ მსმენელებს IT აკადემიას სტეპის დირექტორი და თანადამფუძნებელი საქართველოში ქალბატონი მაკა მახათაძე იყო დღეს ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო დიალოგისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მომავალი თაობის ბიზნესი გახლავთ სწორედ IT აკადემიას სტეპის მიერ წარმოდგენილი დღეს. ჩვენ უახლოეს მომავალში მომდევნო 2 შაბათს შევხვდებით მეგობრებო ერთმანეთს, სამწუხაროდ 5 შაბათს ვერ შევხვდებით, თუმცა 2 შაბათს 15 საათზე კვლავ დაგიბრუნდებით. ეთერს ბეგი უძღვებოდა. მადლობა ყურადღებისთვის. დაგიტოვებთ კარგ მუსიკას, უსმინეთ, ისიამოვნეთ და რა თქმა უნდა დაიცავით ყველა ის რეგულაცია რაც დაწესებულია იმისთვის რომ ვიყოთ ჯანმრთელად და რა თქმა უნდა შევძლოთ ურთიერთობა. საერთაშორისო კომპანია Kaspersky წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი 2 შაბათს და 5 შაბათს 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში 2 შაბათს და 5 შაბათს 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენებურზე. Kaspersky. გააქტიური მომავალი.